საღამომშვიდობის მე დათა გვასალია ვარ, პოსტივი ანალიტიკა წარმოგიდგენთ კვირის პოსტს. სამგლოვიარო ზარების ხმა ჯერ კიდევ არ მიმცხრალა, როდესაც 10 წლეულების განმავლობაში ნაგები რწმენის კედელი, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ახალი იერიშის სამიზნე გახდა. ილია მეორის ეპოქა დასრულდა, თუმცა პროპაგანდამ ახლა მის მემკვიდრეობასა და საზოგადოების მეხსიერებაზე დაიწყო ნადირობა. ილია მეორის სახელის შებღალვის მცდელობები, მისი გადაწყვეტილებების რევიზია და ეგრეთ წოდებული რუსული გავლენები მასზე და მის მემკვიდრეობაზე ოპოზიციური ნარატივის მთავარ ხაზად იქცა. და ეს არ არის მხოლოდ წარსულის გადაფასების მცდელობა, არამედ ეს არის ორგანიზებული შტურმი იმ საძირკველზე, რასაც ქართული ეკლესია და პატრიარქის უპირობო ავტორიტეტი ჰქვია. რატომ ამოატივტივეს დროებით გადამალული პატრიარქის მლანძღველი პერსონაჟები და რა იმალება გარდაცვლილი პატრიარქის წინააღმდეგ განახლებული შეტევის მიღმა? ვრცლად ჩვენ სიუჟეტში. ჩემთვის წყემსიკეთების მითი დაიმსხვრა მითი რა პატრიარქის როცა მოიგდა. მთავართა ნაწილმა უკვე აიღო 30 ვეცხვი. ხედავთ რომ რუსული გავლენა იყო ეკლესიაში და არის ძალიან. მას ნიშნავს რომ ის არის პირდაპირ რუსეთის სიძულვილისა და ზიზღის მთესველი რუსეთუმე ილია მეორე მოკვდა. პერიოდში საქართველოს პატრიარქი ასეთი ღია აღარ ეს კულტი შექმნეს ქართველებმა პატრიარქისგან. თავის დროზე რომ მოესწრო აღსარება და აღიარება კაკებეშნიკ კუჩის კაკების აგენტზე და მის უზარმაზარ კვალზე საქართველოს აიათოლიზაციაზე ამას დასტირის ბრმად შობილი ქართველიერი. ეს არ არის ახალი ომი. ეკლესიაზე იერიშები მანამდეც არაერთხელ მიუტანიათ. თავრობა ეკლესია კრიმინალი! თავრობა ეკლესია კრიმინალი! თუმცა ყველა წინამცდელობა უშედეგოდ სრულდებოდა. 10 წლეულების განმავლობაში მართლმადიდებლური ეკლესია საქართველოში ყველაზე მყარ და ხელშეუხებელ ინსტიტუციად ჩამოყალიბდა, რომლის კედლებსაც პატრიარქის უპირობო ავტორიტეტი იცავდა. წლების განმავლობაში ოპოზიციური პროპაგანდა პატრიარქსა და ეკლესიას თავს ესხმოდა, მაგრამ უშედეგოდ. უამრავი ბრალდება, ცილის წამება, შეურაცხყოფა, თუმცა ხალხსა და ეკლესიას შორის კავშირი ვერ გაწყვიტეს. და აი უკვე დღეს, ჩვენ თვალს ვადევნებთ პროცესს, როდესაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისგან განსხვავებით, პატრიარქის გარდაცვალება ოპოზიციური პროპაგანდისთვის მხოლოდ სიგნალია, ეკლესიაზე ახალი შტურმის დასაწყებად. წარსულის უამრავი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ მათ ჩათვალეს, რომ ახლა ხელსაყრელი დრო დადგა. ჩათვალეს, რომ გარდაცვალების შემდეგ ილია მეორე და შესაბამისად ეკლესიაც იოლ სამიზნედ იქცნენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვლაპარაკობთ ახლა გარეთ გამოსულ 10,000-ობით და 100,000-ობით ადამიანზე ამ ცერემონიალზე, სიყვარულზე, მასშტაბზე, ბევრი ადამიანია მაინც ისეთი, ვინც თავი იგრძნობს სხვადასხვა დროს მიტოვებულად და ჩაგრულად, დევნილად, ეგ ხალხიც არ არის მოკლედ, ცოტა ვინც მწარედ იმედ გაცრუებული დატოვა სხვადასხვა დროს ეკლესიამ და როცა ეკლესიას ვლაპარაკობთ, ილია მეორის დიდი ავტორიტეტიდან გამომდინარე, ალბათ ვლაპარაკობთ ილია მეორედან. პატრიარქის მიმართ გამოვლენილი დიდი სიყვარულის ფონზე მსგავსი პროპაგანდა მეხსიერებისთვის ბრძოლის დასაწყისს ჰგავს, რომლის მიზანიც არა მხოლოდ წარსულის გადაწერა, არამედ სასურველი მომავლის წინასწარმომზადებაა, რადგან თუ მოახერხებ პატრიარქის რეპუტაციის შელახვას, შენ აუფასურებ ყველაფერს, რაზეც მის მიერ აღდგენილი ეკლესია დგას. მათ სურთ დაარწმუნონ საზოგადოება, რომ ეპოქა, რომელიც დასრულდა, იმაზე ნაკლებად ღირებული იყო, ვიდრე ეს ხალხს ჰგონია. პატრიარქი კი სულაც არ იყო ისეთი, როგორი წარმოდგენაც მრევლს მასზე აქვს. მიყურხარ პატრიარქოს რომ იძახის ხალხი ცოტა მეუხეშება, იმიტომ რომ მას ხონდა ძალიან მკაცრად რომ უწმინდესოსაც ვერ დაუძახებია. თქვენ უწმინდესობა. აღმოაჩინა რომ შენ შეგიძლია იმეფო. შეგიძლია იყო მეფე. აი ეგეთი ფიგურა რომელიც საკრალურად შეეზარდა ძალაუფლებას. თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს მხოლოდ თამაშის დასაწყისი იყო. თამაში კი მარტივია. ეჭვქვეშ დააყენე გუშინდელი დღე, რათა წაართვან დობა ხვალინდელს, რადგან წინ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ახალი პატრიარქის არჩევნები ელის. თუმცა ამაზე მოგვიანებით. ჯერ გარდაცვლილი პატრიარქის წინააღმდეგ განახლებულ თავდასხმებს დავუბრუნდეთ, რომელშიც მედიის არქივებში გადამალული პეტრე ცაავა ამოატივტივეს. რა შეცვალა წლებმა? რა შეცვალა პატრიარქის გარდაცვალებამ? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე დღეს პეტრე ცაავა გვიპასუხებს.
ეს ნანუკა ჟორჟოლიანის YouTube პლატფორმაა, რომელმაც პეტრე ცაავა, პერსონაჟი, რომლის სახელით პატრიარქის ლანძღვას და მის წინააღმდეგ შეურაცხმყოფელ ბრალდებებს უკავშირდება, სტუდიაში მიიყვანა. თხოვია რომ აი იმას ნუ დავუშვებ, ფალო რომ დავუშვებ თუ ესე იგი სათნო არ იქნება ერისთვის თუ იმ ადამიანებისთვის, ვისაც ჯერა დავუშვებ ჩემი წამოწყებული ბრძოლის. მასზე ადრე აქ ქვეყნიდან არ წავსულიყავი. სწორედ ამ სიტყვებით და თითქმის მისტიკური შურისძიების აქცენტით დაბრუნდა პეტრე ცაავა მედია სივრცეში და რატომ მაინც და მაინც ახლა? ეს მოხდა არა იმიტომ, რომ ეკლესიის მოწინააღმდეგეთა ფლანგს ის აქამდე არ სჭირდებოდა, არამედ იმიტომ, რომ მაშინ მისი ჟღერადობა უშედეგოდ მიაჩნდათ. მაგრამ ახლა, პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, ის ახალი ფრონტის წინა ხაზზე დასჭირდათ, რადგან ამ ახალი ბრძოლის მთავარი იარაღი ეჭვების შექმნაა. მიზანია, რომ ეჭვი უნდა გაღვივდეს იქ, სადაც აქამდე მხოლოდ რწმენა და ნდობა იყო. ჯეროდ გახდა პირველი იერარქიის ამხილებელი, დაუშვათ ესე თქვა უნდა ძალიან ესეთი ტრაგიკული იყო ერისთვისაც და თუმცა ცოდვა გამხელიჯოს პრინციპით და ხა წმინდა მამათა სწავლებითაც რა თქმა უნდა მხილება ჩვენი ვალდებულება ამოვალეობა, როცა ვხედავთ რაღაც უკეთურებას და ცრუ ქრისტიანობას ეკლესიაში. და რას უწოდებს მხილებას პეტრე ცაავა, რომელიც ნანუკა ჟორჟოლიანის პლატფორმამ გამოარჩია პატრიარქსა და ეკლესიაზე სალაპარაკოდ. გავიხსენოთ 2019 წელი, როდესაც სინოდის სხდომიდან აგრესიულად გამოვარდნილმა პეტრე ცაავამ განაცხადა. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ერს ყავს პიდარასტის მამაცვალული ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარის. მსგავსი შეურაცხმყოფელი ბრალდებები მან იმავე პერიოდში არაერთ ეთერში გაიმეორა და ეს მაღალი ინტერესით ახსნა. ტელევიზიო ეთერები, სიუჟეტები და ასე შემდეგ ინტერესის რეიტინგული იყო ზოგადად როგორც მახსოვს ეს ჩარტვები. შემდეგ კი ეკრანებიდან გაქრა. თუმცა დღეს მისი გამოჩენა ჟორჟოლიანის პლატფორმაზე ადასტურებს, რომ პოლიტტექნოლოგიებში არაფერი იკარგება. მაშინ მის განცხადებას ეკლესიის შიგნით განხეთქილების შეტანის მიზანი ჰქონდა. დღეს კი ეს არის ახალი სცენარის ნაწილი ეკლესიისა და პატრიარქის ხსოვნის დასაზიანებლად. სამგლოვიარო ზარების ხმა მიჩუმდა თუ არა, რადიკალების პროპაგანდისტულმა მედია მანქანამ პეტრე ცაავა თაროდან ჩამოიღო, რათა ახალი მონდომებით შეებღალა პატრიარქის სახელი როგორც სინოდის ყოფილ წევრსა და მღვდელმთავარს. დროში რომ უკან დაგაბრუნათ, სხვანაირად მოიქცეოდით თუ არა, ნანობთ თუ არა ამ საქციელს და ასე შემდეგ, თუმცა თქვენი პასუხი ცალსახად გასაგებია. არა, კულტურული ჯვარი მაქვს შებრუნებული და მოვიწესრიგებდი თავს გამოსვლის წინ, რა სანამ კამერებთან გამ. წინასწარვე ცხადი იყო, რა ტიპის ნარატივს განავითარებდა ეკრანზე დაბრუნებული ცაავა. პატრიარქის კათოლიკოსის ცხოვრება, პირადი ცხოვრება არ არისო. ეს არის ერის უსაფრთხოების საკითხი. ეროვნული უსაფრთხოების საკითხი იყო ის საკითხი, რომელიც მე დავსვი. ერთი წლის ვადა ქონდა ფაქტიურად პატრიარქს როგორც ბრალდებულს. ერთი თავი გაემართლებინა და მე გამოვიდნენ ესე იგი ცრუ ბოძღლები და აბის ლინჩის წესით გასამართლებას და ცილისწამებლად გამომაცხადეს. პროპაგანდისტვის ეს იყო აწ უკვე გარდაცვლილი პატრიარქისთვის ჭრდილის მიყენების მორიგი მცდელობა. პეტრე ცაავასთვის კი შესაძლებლობა საკუთარი მოქმედების მართებულად წარმოსაჩენად. თუმცა იყო კიდევ ერთი ბრალდებაც, რომელიც პროპაგანდისტების ხელში ყველაზე მოსახერხებელ თანამედროვე იარაღს წარმოადგენს რუსული გავლენები. მე უკვე მაპატიოსო რაც შეცდე მის წინაშე და შემინდოსო. ისი არ მინდა რომ მოვკვდეო რომ არ მაპატიოსო. პატრიარქმა გადმოსცა მისი დაცვის უფროსის პირით. მე ვუთხარი რომ ეგრევე მეთქი ვაპატიეთ და მორწმუნე ადამიანს შეუძლებელია საკუთარი სისხლის მსმელით შეგეცოდებაო ჯოჯოხეთისთვის და შესაბამისად მე ვუთხარი არავის არ უსურვებ მეთქი და ძალიან გამიხარდა მეთქი რომ პატრიარქმა ეს ნაბიჯი გადადგათქო რა და ინანიებს თქო დავასწრული და ეხლა პატრიარქი ელოდებაო შემხოთ რნაბიჯსო ესე თქვა რომ ისე არ მინდა რომ მოვკვდეო რომ მე არ მოვიდეს ჩემთან და არ ნახო სიკვდილის წინ ნუ რა თქმა უნდა დავფიქრდი მივხვდი ვისთან მქონდა და რაღაც რო ამბობ კგბ-ს და კგბ-შნიკურ სკოლას არის არა რა თქმა უნდა შემთხვევით და ცაავა და მისი დახმარებით პროპაგანდისტული მანქანა ამით ცდილობს დაარწმუნოს მაყურებელი, რომ ილია მეორის ყოველი ქმედების უკან არა ქრისტიანული სული, არამედ კგბ-შნიკური სკოლა იდგა. თუნდაც ყველაზე ჰუმანურის, რასაც მიტევების აქტი ჰქვია, იქ სადაც რეალურად მიტევება თავად ცაავას უნდა ეთხოვა, მაგრამ ის ჩადენილს არ ნანობს. მის ხასიათსა და პიროვნებას ჩვენ არ გავსჯით. მისივე სიტყვები მეტყველებს ღიად მასზე. წავიდა ეს კაცი ამ ქვეყნიდან, წავიდა რა თქმა უნდა შენდობა ითხოვა მან დაცვის უფროსის პირით და მე შეუნდედა ვაპატიე, მაგრამ ხა დანარჩენი ჩემთან მიმართებაში საკითხი რა თქმა უნდა არ გამოსწორებულა. მე ვარ 4 ხსის დაჟილი, ანუ ერთი რომ დელმოქმედება ამიგზავნეს, მეორე რომ ეპარქიიდან გამომაგდეს, მესამე რომ ესე იგი სინოდიდან გამომაგდეს და მეოთხე რომ მონასტერში გამიშვეს მოსანადიებლად. მაშინ როცა ვამბობ რომ
არა, არ დამიშავებია. ასევე გავიგეთ, მისი სიტყვებიდან, რომ ის არის კაცი, რომელსაც რამდენიმე წუთის შუალედში შეუძლია ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გააკეთოს. ხან თავმდაბალი ბერის როლი მოირგოს. მე ეპისკოპოსობის წარმოსულ ეკლესიაში მოვედი, უბრალოდ სადღაც სოფელში თუ გამოქვაბულში არა, სადღაც მიგდებულ მონასტერში ესეთი ბერული ლოცვით, მარხვით ღვთისთვის სათნო ცხოვრებით, ესე იგი აღსრულებულიყავ. და ხანაც ამბიციური იერარქის, რადგან ცილისმწამებლური მძიმე ბრალდებების შემდეგ სინანულისთვის მონასტერში არ წასულა და კაცი, რომელიც გვარწმუნებს, რომ სოფლის ეკლესიაში ბერული ცხოვრება სურდა დღემუდამ, ეპარქიაში დაბრუნებას ითხოვდა. ჭყონდიდის ეპარქიაში მივლენილ მეუფეს კი შეურაცხყოფას აყენებს. მე როგორც უკანონოდ უსამართლოდ გამომაგდეთ ეპარქიიდან ისე დამაბრუნეთ ჩემს ეპარქიაში, კათედრას ქვია დაქურვებული, როცა გარდაცვლილია დაუშვათ იერარქი და აქ დაქურვებული ისეც უარეს მდგომარეობაშია ჭყონდიდი დღემდე რაც იქ ხდებოდა. თუმცა კიდევ ერთხელ, ამ პროცესში პეტრე ცაავა მხოლოდ ინსტრუმენტია. თავარი მოქმედი პირი კი ის პროპაგანდისტული მანქანაა, რომელიც ერისთვის სენტიმენტალური და წმინდა თემების ჟონგლიორობს. და ჟორჟოლიანის პლატფორმა ამ პროპაგანდისტული მანქანის რიგით ჭანჭიკად იქცა, რომელიც სრულად აკმაყოფილებს წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ პროპაგანდისტულ სტანდარტს, სადაც რწმენაც, გლოვაც და სახელმწიფოებრივი სიმბოლოებიც მხოლოდ ბრძოლის იარაღად და პიარის ნაწილად იქცა, რასაც ადასტურებს პრომოც, როდესაც წამყვანი საკუთარ გამოსვლაში ზვიად გამსახურდიას იმ ისტორიულ სიტყვებს იყენებს, რომლითაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორია დაიწყო. ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს მთავარ ჭეშმარიტებას. ამ ადამიანებისთვის არსებობს მხოლოდ პროპაგანდა, რომლის პიარისთვისაც ისინი მზად არიან ყველაფერზე წავიდნენ. გადაწერონ წარსული, შეურაცხონ გარდაცვლილი პატრიარქი და გამოიყენონ ერის ტრაგედია საკუთარი დღის წესრიგისთვის. პეტრე ცაავა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარია ამ დრომდე. ასე გადაწყვიტა თავად პატრიარქმა. პატრიარქმა გადაწყვიტა, რომ ეკლესიიდან არ მოეკვეთათ ცაავა და რომის პაპზე მეტი კათოლიკეები გაკივიან ეთერი რატომ დაუთმეთო. ფარისევლობაა, როდესაც გლოვის დღეებში პატრიარქის მნიშვნელობაზე საუბრობდე. დასრულდა ერთი დიდი ისტორია ამ ქვეყნის. დაიხურა ეპოქა, რომელსაც მისი სახელი ერქვა და მგონია, რომ აღარავინ იქნება მისი სიდიდის. და მალევე პეტრე ცაავას უთმობდე ტრიბუნას იმავე პატრიარქის საგინებლად. ცხადია, ჩვენ ნანუკა ჟორჟოლიანსაც დავუკავშირდით. თქვენთვის ალბათ როგორც ყველასთვის ცნობილი იყო პეტრე ცაავას შეურაცხყოფელი განცხადებები პატრიარქის მიმართ წარსულში. შესაბამისად, გარკვეულწილად უნდა გცოდნოდათ წინასწარ რა სიტყოდა ის ამ ინტერვიუში. 5 წლის წინა განცხადება გავაკეთე ან 6 წლის წინ, ეს არ ნიშნავს, რომ პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ მას რამე არ შეეცვალა. თქვენ იცით, რომ მან მიმართა სინოდს აღდგენის თაობაზე. გადააფასა თუ არა მან მის მიერ გაკეთებული ეს ბრალდებები, ეს იყო მთავარი თემა და მთავარი შეკითხვა. როდესაც ნანუკა ჟორჟოლიანი პეტრე ცაავას სინოდისთვის გაგზავნილ მიმართვას იხსენებს, წესით უნდა სცოდნოდა, რომ ამ მიმართვაში პეტრე ცაავა არაფერს ნანობს და შესაბამისად მთავარ კითხვაზე, ნანობს თუ არა პეტრე ცაავა სულის განცხადებებს პასუხი უკვე არსებობდა. არა. მაგრამ მის მსჯელობას თუ მაინც გავყვებით, გამოვა რომ მათთვის პეტრე ცაავას პოზიცია მხოლოდ მაშინ უნდა ყოფილიყო საინტერესო თუ ის ნანობდა საკუთარ განცხადებებს, რის გასაგებადაც მოწვევამდე ერთი ზარით საკმარისი იქნებოდა. მაგრამ მათ პეტრე ცაავა მაინც მოიწვიეს. თუნდაც დავუშვათ, რომ რესპონდენტის პოზიცია წინასწარ არ მოიკითხეს. გადაცემის ჩაწერამდე ხომ გაიგეს, რომ პეტრე ცაავა არაფერს ნანობდა. ეს კი თავის მხრივ ნიშნავს, რომ მათ ძალიან კარგად იცოდნენ. რესპონდენტი ახალს და საინტერესოს არაფერს იტყოდა, რომ გაიმეორებდა იგივე შეურაცხმყოფელ განცხადებებს, რაც აქამდე გაუჟღერებია. და მაინც დაუთმეს პლატფორმა, ანუ გაცნობიერებულად მისცეს პატრიარქის შეურაცხყოფის შესაძლებლობა. ხოდა როდესაც ახლა საზოგადოების მძაფრი რეაქციების შემდეგ ნანუკა ჟორჟოლიანი თავს ჟურნალისტური ინტერესით იმართლებს. უბრალოდ ადამიანურად საინტერესო იყო, ჟურნალისტურადაც. ცხადი ხდება, რომ ეს ინტერვიუ არა ინტერესს, არამედ დაკვეთას ემსახურებოდა პატრიარქისა და მისი მემკვიდრეობის წინააღმდეგ, რომელიც არა მორალური ასპექტებით, არამედ ციფრებით იზომება და მხოლოდ რეიტინგის ნაწილია. ორი ეპიზოდი და ორივე გადაცემა. თავარი ქარდის მიზანია თუ მიზეზია და იმედმა დღეს მოგვიწონა 3 ნიუსი და ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ განცხადება. მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა. ნედლეულია, რაც ნაციონალური მოძრაობისა და მისი სატელიტი მედიების მიერ აწყობილ ანტიეკლესიურ ბადეში უნდა განთავსდეს. ამისთვის კი ეპატაჟი სჭირდებათ, რადგან ეს პროპაგანდა დღეს არ დაწყებულა, არამედ წლების განმავლობაში შენდებოდა და იქ მოხვედრა მარტივი არ არის. წლები ეკრანებიდან მეთოდურად ითესებოდა ნიჰილიზმი. ჩვენ გვესმოდა ერთი და იგივე ნარატივი, რომელიც მიზნად ისახავდა რწმენის ეჭვით ჩანაცვლებას. გამთავართა დიდი ნაწილი კი
ოკუპანტის აგენტურას წარმოადგენს და ჩრდილოელი მეზობლის მითითებების შესაბამისად მოქმედებს. ეშინია თუ არა საპატრიარქოს პეტრე კოლხის მხილების რა ღირს საპატრიარქოს კეთილგანწყობა. თუმცა სანამ პატრიარქი ცოცხალი იყო, ეს იერიშები მის უპირობო ავტორიტეტს ეჯახებოდა. ძალიან ბევრჯერ ამ ტელევიზიიდან მოგვისვენია პატრიარქის ლანცხვაგინება ზოგიერთი იერარქისგან, სასულიერო პირისგან, ან ერის ადამიანებისაგან, უწმინდეს უმაგოდ ამას, რომ რატო აკეთებენ ამას ჩემი შვილები? ეს საპატრიარქო ხო ჩემიც არისო? ანუ ეს საპატრიარქო რომ საპატრიარქო და მე რატომ ყოფენ ერთმანეთსაგან? ერთხელ პატრიარქმა მითხრა, მე სოციალს მითხრა, მე იმას კი არ განვიცდიო, მე რომ ლანცხავენ და მე რომ თათხავენ, მე ამას კი არ განვიცდიო, მე უბრალოდ ძნელიაო პატრიარქის გამკითხულობა ძალიან ძიმეც უნდა ვჭირდე. სამწუხაროდ ეს იყო შეხსენება შეხსენებისთვის. მას არანაირი შედეგი არ მოყვება, არც სინანული და არც აღიარება, რადგან პროპაგანდისტვის ეკლესია მხოლოდ რაღაც ინსტიტუტია, ძლავრი ორგანიზმი, რომელიც მათმა პოლიტიკურმა დღის წესრიგმა ვერ შთანთქა. და რადგან ვერ დაიქვემდებარეს, მისი დანგრევა გადაწყვიტეს. ეს ნგრევის პროცესი ახალ, კიდევ უფრო ცინიკურ ფაზაში გადავიდა, რადგან ის რაც ერს ტკივა, მათთვის შესაძლებლობის ფანჯარაა. სამიზნე უკვე გარდაცვლილი ილია მეორეა. რატომ? პასუხი მარტივია. პროპაგანდას სჭირდება, რომ მისი ღვაწლი ეჭვქვეშ დადგეს. მთელი ამ წლების განმავლობაში ტაძრებიდან გაძევებული ქრისტე დააბრუნონ ეკლესიაში. შეიბღალოს მისი სახელი. პატრიარქი ილია მეორე იყო კომპლექსური პიროვნება. 2014 წელს ის ჩავიდა მოსკოვში, შეხვდა პუტინს და უთხრა შემდეგი ფრაზა: ერთ პიროვნებას არ უნდა გადავაყოლოთ ორ ხალხს შორის ურთიერთობა. ამ ერთ პიროვნებაში რა თქმა უნდა მე ვიგულისხმებოდი და ის რომ სწორედ ჩემს გამო ვერ შეძლო პუტინმა 2008-ში საქართველოს დაპყრობა. ეს განცხადება ყველამ თვითონ შეაფასეთ. ისტორიის შეფასება იქნება მკაცრი. ახლა რაც ხდება, ეს არის სიბნელის მოძლიერება და საბოლოოდ გამეფების მცდელობა. ეს არ არის მხოლოდ წარსულის წინააღმდეგ ბრძოლა. ეს არის იერიში მომავალზე. თუ ადრე სიცოცხლეში პატრიარქს თავს მისი რეპუტაციის შესალახად ესხმოდნენ, ახლა გარდაცვლილ უწმინდესზე შეტევა მისი მემკვიდრეობის და მის მიერ სიცოცხლეში მიღებული გადაწყვეტილებების ეჭვქვეშ დაყენებას ისახავს მიზნად. არსებობს ლეგიტიმური დასაბუთებული ეჭვი, იყო თუ არა პატრიარქი დამოუკიდებელი და იქნება თუ არა შიო დამოუკიდებელი. ძალიან ხშირად არ არის მისი ლექსიკონის ნაწილი რუსეთი. სქემა გამჭვირვალეა. თუ დაარწმუნებს საზოგადოებას, რომ პატრიარქი არც ისეთი კარგი იყო, როგორც ხალხს ეგონა, ჩემთვის წყემსიკეთილობის მითი დაიმსხვრა. თუ გააჩენ ეჭვებს პატრიარქზე არსებულ ეგრეთ წოდებულ რუსულ გავლენებზე, თუ ხშირად გაიმეორებ, რომ მისი გადაწყვეტილებებით საავას ტერმინოლოგიით, კაკებეშნიკური მეთოდებით მიიღებოდა, მაშინ პროპაგანდა ბოლოში იტყვის. იქნებ მისი გადაწყვეტილებაც მოსაყდრის გამორჩევის შესახებ მცდარი და არასწორი იყო. ეს პროპაგანდა ხომ წლების წინ დაიწყეს. ეგზარქოსი პავლე მოსაყდრე თუ რაღაც თანამეინახე შიო. მანტიაში შემოსილი აგენტია, სულიერად გახრწნილი. და ახლა კვლავ გადმოიღეს პროპაგანდისტული საცავებიდან. ჩათვალეს, რომ შესაფერისი დრო მოვიდა. და ახლა დგას საფრთხე იმისი, რომ არათუ გავლენა, არამედ მართვა გადავიდეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელში, ანუ ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ კრემლის ხელში. და მთელი ეს პროპაგანდა ჯერ მხოლოდ პრელუდია. ილია მეორეს გარდაცვალებით დასრულდა მისივე ეპოქა. მან ეკლესიის შიგნით შექმნა საკუთარი პირადი კულტი. მან ეკლესიას მისცა საკუთარი სახე. ადამიანები უფრო რელიგიურები კი არ იყვნენ საქართველოში ბოლო დროს, არამედ პატრიარქი მოსწონდათ და უყვარდათ. პატრიარქი და ეკლესია მათთვის გაიგივებული იყო ერთმანეთთან. სინამდვილეში უნდა არსებობდეს სინოდალური მმართველობა და პატრიარქი უნდა იყოს ერთ-ერთი ეპისკოპოსთაგანი. ცხადია, რომ გარედან დაფინანსებული პროპაგანდისტული ხაზის მთავარი ამოცანაა პატრიარქის მემკვიდრეობა შებრალონ და შემდეგ ის მისსავე მოსაყდრის წინააღმდეგ გამოიყენონ. ანუ გააშავონ ერთი, რათა დააზიანონ მეორე. და ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა აღდგომის ღამეს, როდესაც პროპაგანდამ მეუფე შიოს სააღდგომო ეპისტოლის კრიტიკა დაიწყო ზუსტად ისე, როგორც წარსულში პატრიარქის ეპისტოლეს აკრიტიკებდა. ილია მეორე ეპისტოლეში ერთიანობის და სამართლიანობის აუცილებლობაზე საუბრობს, თუმცა არაფერს წერს მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე. პირველი რაც თვალში გვხვდება ნებისმიერ დაინტერესებული პირს არის ის, რომ დისტანცირებული იყო მთლიანად პოლიტიკურ პროცესებისგან. ასე რომ მთელი ეს ისტერია, გარდაცვლილ პატრიარქზე დაწყებული თავდასხმების ახალი ტალღა არ არის მხოლოდ ბრძოლა წარსულთან. ეს არის ორგანიზებული, გეგმაზომიერი შეტევა იმ საძირკველზე, რაზეც დღეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია დგას.
წარსულის გადაწერა მხოლოდ დასაწყისია. წარსულის ნგრევა მიზნად ისახავს ეკლესიის მომავლის ნგრევასაც, რადგან მათი სურვილია ის არ რწმენას, არამედ გარედან თავს მოხვეულ დღის წესრიგს დაექვემდებაროს. პატრიარქის გამოსამშვიდობებელმა დღეებმა ოპოზიცია ერთი მთავარ რეალობაში დაარწმუნა. ის რაც ოპოზიციას პოლიტიკური მითი ეგონა უძლეველი ძალა ყოფილა. ხოდა წარსული გამოცდილების შემდეგ დღეს, როდესაც რადიკალური ფლანგი უეცრად ეკლესიურობის იმიტაციასა და სახარების ციტირებას იწყებს, ჩნდება კითხვა: ეს სულიერი ფასეულობების ხელახალი აღმოჩენაა თუ მორიგი მესიჯ ბოქსი გავლენის მოსაპოვებლად? არადა გვახსოვს, როგორ იქცა ეკლესია ხელისუფლებაში ახლად მოსული ნაციონალური მოძრაობისთვის საბრძოლო მოედნად. ბულდოზერებით დანგრეული ტაძრები, სპეცრაზმის შტურმი საკურთხეველში და პატრიარქისა და ეკლესიის ავტორიტეტის შელახვის მრავალწლიანი მცდელობები. ეს ის ისტორიული გამოცდილებაა, რომლის წაშლაც ახლა პოლიტტექნოლოგიის გამოყენებით სურთ. გურან და ბილიხოძე თემის დეტალებით. ამ დღეს ოპოზიციამ შესაძლოა პირველად დაინახა ხალხი რწმენის სიმაღლიდან. დაინახა, რამდენად ძლიერი გამაერთიანებელი ძალა აქვს ქრისტიანულ იდენტობას, ეკლესიას, რწმენას. ის, რაც მითი ეგონათ, რეალობა აღმოჩნდა და კითხვაც მაშინვე გაჩნდა. როგორ უნდა ელაპარაკო ამ საზოგადოებას? ბრძოლის ძველი რეცეპტები, ძველი წარმოდგენები და სტრატეგიები სულ ფუჭი აღმოჩნდა. ოპოზიციას დიდი ხანი ეგონა, რომ ხალხის დაკვეთა მათი გაერთიანება იყო. ეს არის სწორი ნაბიჯი გადადგმული იმ მიმართულებით, რომ ჩვენ ვუპასუხოთ საზოგადოებრივ დაკვეთას ოპოზიციურ ერთიანობასთან დაკავშირებით. ეს არის დაკვეთა და სურვილი იმ ადამიანების, ვინც უკვე ამდენი ხანი არის პროტესტში, იმისაც რომ საქართველოში დემოკრატიული ცვლილება იყოს. მაგრამ ხალხი ოპოზიციაში ვერაფერს ღირებულს ვერ პოულობს. და რომ თუ ღირებულებითი თანხwebdriver არ არის, ოპოზიციის გაერთიანება არავის სჭირდება. ამიტომაც მიხვება ეს ხალხი ამ პროცესიას, არა მხოლოდ როგორც რიტუალს, არამედ როგორც სიმბოლოს. სიმბოლოს იმ ღირებულებებისა, რომლებიც ილია მეორემ სამ სიტყვაში შეკრა: ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. სწორედ ამ ფორმულის გარშემოა ხალხი შეკრული. ეს მათთვის პოპულისტური, პოლიტიკური ან პროპაგანდისტული სლოგანი კი არა, ღირებულებითი საყრდენია. ოპოზიციამ დაინახა, ამ ღირებულებით სივრცეში ის ვერ პოულობს საკუთარ ადგილს. ხარდაჭერა არ აქვს. ამიტომაც იმიჯის კორექტირებას იწყებს და მორწმუნის პოზიციაში დგება. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ისაუბროს რელიგიაზე როგორც სულიერ ღირებულებაზე, საუბრობს მოედანზე, სადაც ოპოზიცია უნდა შევიდეს. ჩვენ არ ვცდილობთ, რომ ამ მოედანზე შევიდეთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ვაჩვენოთ, რომ არა, მე არ ვარ უღმერთო და ურწმუნო, ნამდვილად, რა ვიცი, ეკლესიაშიც დავდივარ და აღსარებასაც ამბობ და მამაოც შეიძლება ყავდეს. მოედანი წმინდა სულიერ სივრცეს არ ნიშნავს. ამ წამოწდენით ბოკუჩავა მის დაუნებურად აღიარებს, რომ მხედველობაში აქვს არა ღმერთი და ღირებულებები, არამედ გავლენისთვის ბრძოლა და ნარატივების ფორმირება. გამოდის, რომ ეკლესია აღიქმება როგორც ინსტიტუტი, რომელიც საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე ახდენს გავლენას. ამიტომაც სჭირდებათ ამ მოედანზე შესვლა და მხარდაჭერის მობილიზება. ბოკუჩავას ლოგიკით გამოდის, რომ პრობლემა არა ღირებულებებშია, არამედ კომუნიკაციაში, რადგან ხალხს უბრალოდ არ სჯერა, რამდენად მორწმუნე და ღირებულებაზე ორიენტირებულია ოპოზიცია. ჩვენ არ ვცდილობთ, რომ ამ მოედანზე შევიდეთ. და სადაც ეკლესია მოედანია, იქ მორწმუნე საზოგადოება პოლიტიკური რესურსი ხდება. რესურსი, რომელსაც თითქოს საკმარისია ჩვენო როგორ ლოცულობს ბოკუჩავა, როგორ იწერს პირჯვარს სააკაშვილი, როგორ დგას ეკლესიაში გვარამია, როგორ საუბრობს აღსარებაზე ჯაფარიძე და პოლიტიკური რეალობა ოპოზიციის სასარგებლოდ შეიცვლება. ბოკუჩავა დარწმუნებულია, რომ ერთადერთი პრობლემა კარგად შეფუთული მესიჯბოქსის არარსებობაა. ერთობლივი მესიჯის პრობლემაც შეიძლება არის ხოლმე. მაგრამ რას ფიქრობენ ამ თემაზე ალიანსის სხვა წევრები? როგორც ჩანს, სერიოზული სიურპრიზი გველის. თამარ ჩერგოლეიშვილი უკვე სახარების ციტირებას იწყებს.
თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ ოპოზიციას აქვს message box-ის პრობლემა. მოსახლეობას აჩვენებს, რომ ეკლესიაში დადიან და მოძღვრები ყავთ. აღსარებასაც აბარებენ. თქვენ ეთანხმებით თუ არა თინა ბოკუჩავას ამ განცხადებას და აპირებთ თუ არა, რომ ამომრჩეველი დაარწმუნოთ იმაში, რომ ხართ ეკლესიურები? ტაბულარო ტელევიზია იყო იმ დროიდან მოყოლებული, საუბრობს იმაზე, რომ ბოკუჩავა თვითონ არის მორჭმული. რაც შეეხება ფედერალისტების პოზიციას, ფედერალისტების პოზიცია ყოველთვის ნათელია ღმერთს ღვთისა, კეისარს კეისრისა. ხო, მაგრამ ნახეთ, ეს არის ფედერალისტების განცხადება, მაგრამ აი ალიანსის საერთო message box-ი როგორია? ალიანსში ვთანხმდებით იმაზე, რომ ადამიანი არის რწმენაში თავისუფალი და რომ ეკერნის რაკია ამით ოპოზიცია აღიარებს. სინამდვილეში მას არჩევნებს კი არ პარავენ. ამომრჩეველი მას უბრალოდ უარს ეუბნება ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ღირებულებებთან ტოტალური გაუცხოების გამო. ამიტომაც ახლა ცდილობს დაბრუნდეს იმ სივრცეში, სადაც იდენტობა, ღმერთი, სამშობლო და ადამიანი ერთმანეთს კვეთს. თინა ბოკუჩავას ტონში იგრძნობა ბრაზიც და საყვედურიც. ისე თითქოს ამბავი მათი უღმერთობის და ურწმუნოების შესახებ სტიგმაა. ამიტომაც ახლა message box დაალაგებენ. ფრაზებსა და სიტყვებში ტერმინებს ეკლესია ლოცვა გაურევენ და სტიგმა განეიტრალდება. სააკაშვილის პოლიტიკურ მოწმეებს არ ესმით, რომ მაგია სიტყვებში კი არ არის, არამედ ხალხის გამოცდილებაში და მეხსიერებაში. ყველაფერი, რაც მათი გადაწყვეტილებებით ან ჩართულობით ხდებოდა 9 წელი ხელისუფლებაში, 13 წელი კი ოპოზიციაში, სრულად მოდიოდა წინააღმდეგობაში ქრისტიანულ ღირებულებებთან, მორალურ პრინციპებთან და სამართლიანობის განცდასთან. ახლა კი უკვირთ, რატომ ვერ აღიქვამს ხალხი მათ იმ სივრცეში, სადაც თავმოყრილია ისეთი ღირებულებები, როგორიცაა ღმერთი, სამშობლო და ადამიანი. რწმენით და ეკლესიით დავიწყოთ. ნაციონალურმა მოძრაობამ თავისუფლების ინსტიტუტთან ერთად ანტიეკლესიური ნიშა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიკავა. 2004 წლის 12 მარტი. გამთენიისას სპეცრაზმა გლდანის ეკლესიას ალყა შემოარტყა და ეკლესიაში მყოფი ბასილ მკლავიშვილი დააკავა. ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მრევლს. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. დღევანდელ სპეცოპერაციას შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები ხელმძღვანელობდნენ. არქივში ინახება ეკლესიაზე განხორციელებული შტურმის ვიდეო მასალაც. დაიგეგმა სპეცოპერაცია. დაკავების ადგილად განისაზღვრა ეკლესია. დრო ადრიანი დილა. ყველაფერი რეპრესიულ ჟანრში. ყველაფერი ეს აღარ აღიქმება სამართლებრივ მოქმედებად. აღიქმება როგორც გზავნილად. ნაცმოძრაობის ხელისუფლება მზად არის მკაცრი, უხეში და სასტიკი მეთოდებითაც კი იმოქმედოს, მათ შორის ყველაზე სენსიტიურ სივრცეებშიც. პატრიარქი ილია მეორე მზარდ ზეწოლაზე ღიად საუბრობს. ამბობს, რომ გარკვეულ ძალებს ეკლესიის მაღალი ნდობა და ავტორიტეტი არ აწყობთ. ზოგიერთს არ მოსწონს აი ეკლესიის მაღალი რეიტინგი და ნდობა ხალხის ასეთი ეკლესიისადმი საქართველოშია არც ერთ მართლმადიდებელ ეკლესიაში არ არის მსოფლიოში და ეს ყველაფერი იწერება, ყველაფერი ისტორიაში შედის და ეს არ არის საკარბიელო ასეთი დამოკიდებულება ეკლესიისადმი. იმ ეკლესიისადმი, რომელიც არის ერთადერთი ძალა გამაერთიანებელი ძალა ერისა. ეკლესია ნაციონალებისთვის თავიდანვე საბრძოლო მოედანი იყო. ილია მეორე კიდევ ერთხელ საუბრობს ეკლესიის გახლეჩვის მცდელობაზე და შიშზე. ეს არის წრული განზრახვა ჩვენი ერის წინააღმდეგ. საქართველოს ეკლესია თუ დაიყოფა, დაიღუპება მთელი ერი და მთელი საქართველო.
ეკლესია ფერიის მთაზე ორჯერ დაანგრიეს. ბათუმის მერიაში თქვეს, რომ ეკლესიის ადგილას ატრაქციონები უნდა დაიდგას. კვირის პალიტრა წერს, რომ ეს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ზაფხულში ქალაქის ხელმძღვანელობასთან ერთად ახალი და გრანდიოზული პროექტი წარუდგინა ტელეეთერით საზოგადოებას. ბათუმს თავისი მთაწმინდა ფერიის მთაზე ექნებაო. სააკაშვილის ხელისუფლებამ აჩვენა, რომ მისთვის მთავარი ეკლესია, რწმენა და სულიერება კი არ არის, არამედ ფული, გართობა და კომფორტია. ამიტომაც აძლევს თავს უფლებას ერთ-ერთ საეკლესიო ცერემონიალზე გაურკვეველი თრობის ქვეშ მივიდეს და პატრიარქის სავარძელში ჩაჯდეს. ეკლესიის რეიტინგს და გავლენებს, რომ მიზანმიმართულად ებრძვიან, ამას ეს აუდიო ჩანაწერიც ადასტურებს. არამოდურია პოლიციელებში ვაფშე ეს. ჩანაწერში ისმის, როგორი კმაყოფილებით აღნიშნავს სააკაშვილი, რომ პოლიციაში ეკლესიის გავლენა ნულოვანია, რადგან მისი შეფასებით ეს არამოდურია. არამოდურია პოლიციელებში ვაფშე ეს. ნიკა გვარამია დასტურის ნიშნად განმარტავს, რომ ეს ვანოს დამსახურებაა. ვანო მემუშავდა. საუბარია მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილზე. ხელისუფლება მიზანმიმართულად ცდილობს სახელმწიფო ინსტიტუტებში რწმენის როლის მინიმუმამდე დაყვანას და ახალ თაობას არწმუნებს, რომ ეს ყველაფერი მოდიდან გასული ბნელი ტრადიციებია. ამ ლოგიკის გაგრძელებად ჟღერს მისი დამოკიდებულებაც რელიგიური დღესასწაულების მიმართ. სააკაშვილი აღნიშნავს, რომ წმინდანებს შორის ყველაზე კარგი ტიპი წმინდა გიორგია. სხვა რელიგიურ დღესასწაულებს კი პრაქტიკულად უაზრო უქმე დღეება და აღიქვამს, რომელიც საბოლოოდ უნდა გაუქმდეს. როცა ბევრი რაღაც ამუშავდებათ შედარებით, უნდა ვთქვათ, რომ გაუქმდეს მოქმედებს და განაჩერეს. რელიგიურ დღესასწაულებზე რელიგიურ დღესასწაულებს ჩვენ თავუწყობთ. პრემიებს ვარიგებთ რელიგიურ დღესასწაულებში. რატო? წმინდა გიორგი ერთ წესიერი კაცია მაგარი. სასტავში. და წმინდა გიორგისაც ვაზრობთ რევოლუციის გამო. წმინდა გიორგი ცხენზია და სულია და არ უნდა ეკლესიები დაანგრიეს, ჯვრები აიღეს, რწმენა არამოდურად გამოაცხადეს, რელიგიური დღესასწაულების გაუქმების იდეა წამოაყენეს. ეს არის სწორედ ღირებულებების წინააღმდეგ ბრძოლა. ებრძვიან ფიზიკურად, კომპრომატებით, შანტაჟით, თარიღებით, რეიტინგებით. პრემიერი ირაკლი კობახიძე შემთხვევით არ იტყვის, როგორი ფოკუსირებული იყვნენ უცხოური ორგანიზაციები ეკლესიის რეიტინგის შემცირებაზე. ამაში იყვნენ ჩართული სხვადასხვა ცოტას გადაუხვევ საერთაშორისო ორგანიზაციებიც. მაგალითად, ერთხელ მომიწია ყოფნა, აღარ მახსოვს რომელი წელი იყო, პარლამენტის თავმჯდომარე ვიყავი მაშინ, რაღაც საერთო კლიპი იწერებოდა წინა საარჩევნო და მესული ვიყავი NDA-ის ოფისში. და არ ვიცი ვისი მაგიდა იყო ეს, მაგრამ გამოკრული იყო ერთადერთი დიაგრამა, რომელიც ასახავდა იმას, რომ რომელიღაც წელს ეკლესიის, მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ ნდობა იყო 98% და შემდეგ შემცირდა 94%-ამდე. ერთადერთი დიაგრამა იყო გამოგრული NDA-ის ოფისში. და ამით ამაყობდა ვიღაცა იქ მომუშავე ადამიანი, ხელმძღვანელი თუ ვინც იყო, არ ვიცი, რომ 98%-დან 94%-ამდე შემცირდა მათი კვლევების თანახმად ეკლესიის რეიტინგი და ეს იყო ამხელა მასშტაბური კამპანიის შედეგი. შეტევას ეკლესიაზე ახლაც აგრძელებენ. უკვე ოპოზიციიდან ცდილობენ ხალხი დაარწმუნონ, რომ პატრიარქიც პრორუსი იყო და ეკლესიაც პრორუსულ საქმეს აკეთებს. ამისო პატრიარქი წავიდა. მე ჩავთვალე, რომ ჩვენ უბრალოდ ვიღავთ, ვინ გაიქცა ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. გაიქცა პატრიარქი, რომის ადგილი კარგია, რომელიც აკეთებს შემადგენლობდა საქართველოს დამოუკიდებლ ამაშია თესა. სამწუხაროდ დღევანდელი პატრიარქი ილია მეორე და მისი უმრავლესობა ჯერჯერობით, რაც მათ შერჩენილი აქვს სინოდში, ვერ არის ღირსეული მემკვიდრე ჩვენი პირველი პატრიარქების და იმდროინდელი სასულიერო წოდების. ხარო ჩვენი საპატრიარქოს ძალიან დაცდა ქრისტიანობას საერთოდ აღარ იცის რას ლაპარაკობს და პირდაპირ ესე მოუწოდებს ხელისუფლებასაც და ბნელ ძალებსაც რომ იმოქმედონ იმისთვის რომ ადამიანები აიყვნენ თანასწორად. ეს ყველაფერი მართულია და თან მე რომ ვიაზრებთ ვის მიერ არის მართული და ვისი წლობით ყოველ კვირას ქადაგებებში ნაგროვებით წვეთწვეთობით ბოროტებით არის ამ ხალხის წვინები გამორეცხლილი. საქართველოში არსებობენ ბობოლა
მარტო დღეს ეკლესია დაისო გაუნახლებელი უციგნური ადამიანები. ზაალად დანიშნული თანამოსაყდრეთ რუსეთის აგენტი ასევე ის კაცი არც ვიცი სახელი და გვარი და ვინ საერთოდ ვინ ჩემი ფეხებია უკაცრავად. მე თავარ პასუხისმგებლობას ვაკისებ ილია მეორეს ამ ქვეყნის შეფერხებისთვის ამ ქვეყნის საპატრიარქოს დაბნელებისთვის. შეამჩნევდით, რომ დღეს სტუდიაში ერთი უცნაური სტუმარიც გვყავს. ეს არის მარიამი, სათამაშო პისტოლეტით, რომელიც როგორც წესი ცნობილია თვითმკვლელი ღვთისმშობლის სახელით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, სინამდვილეში ის თავს ვერ მოიკლავს, ასე რომ ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსაც გაიყვანეთ ეთერიდან გაბონია თუ შეიძლება დროია. ხო და სახელი და გვარიც კი არ ვიცით ვინ არის, ხო? წადი გიორგი უკვე გვაცნობ ძალიან ხო. ეკლესია ეს საკმაოდ რთული საკითხია და ამის უმთავრესი მიზეზი დღევანდელი პატრიარქის სისუსტეა, რომელიც მანამდე ძალიან მყარად ინარჩუნებდა ეკლესიის აღნიშნულ კურსს. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ეკლესია მოახერხებს აირჩიოს პროქართული და პროევროპული პატრიარქი და არა პრორუსი. თუმცა ეკლესიისთვის როგორც ინსტიტუტისთვის მთავარი ყოველთვის იყო და რჩება არა პოლიტიკური ორიენტაცია, არამედ სულიერება, რწმენა, ღირებულებები. სივრცე, რომელიც ცდება პოლიტიკურ ორიენტაციასაც და პოლიტიკურ დაპირისპირებებსაც. ეკლესია მაქსიმალურად დისტანცირდება რადიკალების ყალბი პოლიტიკური დღის წესრიგისგან. ნაციონალები კი სულ უფრო და უფრო აგრესიულები ხდებიან, მხოლოდ იმიტომ, რომ ეკლესიას ბრძოლის ინსტრუმენტად ვერ იყენებენ. ამიტომაც პროპაგანდისტები ეთერებში პატრიარქის და ეკლესიის წინააღმდეგ მძიმე ბრალდებებს აშხერებენ. ცილისწამებას ტირაჟირებენ, შანტაჟს ეწევიან, წმინდანებს შეურაცხყოფენ. სწორედ ეს ისტორიული გამოცდილება, საზოგადოების მეხსიერებაში წლების განმავლობაში დაგროვილი ნეგატივი, იმ დისტანციად კონვერტირდა, რომელსაც ოპოზიციას ხალხისგან აშორებს. ასე რომ ბოკუჩავას მესიჯბოქსი არაფერს შეცვლის. იქ, სადაც საზოგადოების დიდი ნაწილი საკუთარ იდენტობას და ღირებულებებს ხედავს, შენიშნავს, როგორი მონდომებით ცდილობენ ისინი ეკლესიურობის იმიტაციას. პრობლემა ეს არის. ახლა ვნახოთ, როგორი დამოკიდებულება აქვთ სამშობლოს მიმართ. 2008 წლის ომი. დამატებით დაკარგული 200-მდე სოფელი, მათ შორის ქუთა, თამარაშენი, აჩაპეთი. დამატებით 20,000-მდე ლტოლვილი. 400 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამხედრო პირები, სამოქალაქო პირები. დაღუპული გმირი ბიჭების სააკაშვილის ხელისუფლებამ უპატრონოდ დატოვა. კონფლიქტის ზონიდან მათი ცხედრები ისევ პატრიარქმა გადმოასვენა. დიახ, ყველაზე კრიტიკულ მომენტში სწორედ ეკლესია აღმოჩნდა ხალხის გვერდით. როგორც ყოველთვის, საზოგადოებას ხომ ესეც ახსოვს. მალე კი ერთ-ერთ ინტერვიუში ის იტყვის, მხოლოდ ქვების რაღაც გროვა დაიკარგა. რაც შეეხება ადამიანს, აქ შეიძლება არც არაფერი ვთქვათ. ეს კადრები, ამ ახალგაზრდა ბიჭების სახეები უფრო მეტყველია. ქუჩებში ახალგაზრდებს ცხრილავენ, საპატიმროებში კლავენ, აწამებენ, აუპატიურებენ. აქციებს სასტიკად არბევენ. ყველას ახსოვს რა ხდებოდა საქართველოში. ავტოკრატია, რეპრესიები. ყველაფერ ამას არც რწმენასთან და არც სამშობლოს სიყვარულთან და არც ადამიანის ღირებულებასთან საერთო არ აქვს. მათი იდეოლოგიის მიხედვით მხოლოდ ისინი იყვნენ სიცოცხლის და არსებობის ღირსნი. ვინც სააკაშვილის რეჟიმს მხარს უჭერდა. დანარჩენებს ექცევიან როგორც მეორე ხარისხოვან ადამიანებს, რომელიც შეიძლება დაჩაგრო. ტერმინი ჩარეცხილები და ნულოვანი ტოლერანტობა ამიტომაც იქცა სააკაშვილის მმართველობის მთავარ სიმბოლოდ. ნულოვანი ტოლერანტულობა წვიმანი დანაშაულის მიმართ. არანაირი პირობით საჯერ ყველა ციხე. ეს გამოცდილება და მეხსიერება აჩენს და ზრდის დისტანციას სააკაშვილის პოლიტიკურ კასტასა და საზოგადოებას შორის. როცა საკუთარი მოქალაქეების თავისუფლებას ზღუდავ, საზოგადოების ღირსებას უგულებელყოფ და ხალხს ამცირებ, ეს ბუნებრივად აჩენს გაუცხოებას. როცა ქვეყანას არ იცავ ომისგან, მოსახლეობას ტყუების წვიმაში ტოვებ, ეს კიდევ უფრო ამძაფრებს დისტანციას პოლიტიკურ ძალასა და ხალხს შორის. და როცა ღირებულებითი საკითხები მუდმივი თავდასხმის ობიექტი ხდება, მოსახლეობის განწყობა და მწვავე რეაქცია უკვე აღარ არის მოულოდნელი. ამიტომაც არ აძლევენ არჩევნებში ხმას, არ რეაგირებენ მათ საპროტესტო აქციებზე, არ სწამთ მათი ცრუ ნარატივის. ღმერთი, სამშობლო და ადამიანი არა უბრალოდ სიტყვებია, არა მხოლოდ სლოგანია, არამედ საზომიც, რომელთან ერთობასაც ვერავითარი მესიჯბოქსი ვერ უზრუნველყოფს.
პოლარიზებულ გარემოში, სადაც დიალოგი ხშირად რთულდება, მმართველი გუნდისთვის ახალგაზრდებთან პირდაპირი კომუნიკაცია არა მხოლოდ პასუხისმგებლობა, არამედ აუცილებლობა გახდა. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს იმ ტურნეს ფარგლებში, რომელსაც ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აწყობს ქვეყნის მასშტაბით. როგორ უნდა დაიძლიოს ხელოვნურად შექმნილი პოლარიზაცია და რა როლი აქვს ამაში სამშობლოს სიყვარულს? ეს აღმოჩნდა მიმდინარე კვირის კონფერენციის მსჯელობის მთავარი საკითხი, რაზეც ცოტნე ივანიშვილმა ახალგაზრდებთან დისკუსიის დროს ისაუბრა და მათ სახელმწიფოს სასიკეთოდ დიალოგის მნიშვნელობაზე საკუთარი ხედვა გაუზიარა. შეხვედრაზე არ მორიდებიან მწვავე კითხვებსაც და იყო ასევე არგუმენტირებული პასუხებიც. ნუკი ბაღდავაძე და ლეკა მენაბდიშვილი მოგვიყვებიან შეხვედრის შესახებ, სადაც ახალგაზრდები განსხვავებულ აზრებს ერთმანეთს უზიარებენ და ღია დისკუსიის ფორმატში ცდილობენ მათი ხმა და ინიციატივები რეალურ გადაწყვეტილებებად იქცეს. საჯარო ცხოვრებაში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა დემოკრატიული პროცესების ერთ-ერთი მთავარი საყრდენია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი ხმა ისეთ პირობებში, როგორიც დღეს საქართველოშია, როცა საზოგადოება მკვეთრად პოლარიზებულია და სხვადასხვა პოზიციებს შორის დიალოგი ხშირად რთულდება. სწორედ ამიტომ ახალგაზრდების აზრის მოსმენა და მათთან პირდაპირი კომუნიკაცია მმართველი ძალისთვის არა მხოლოდ პასუხისმგებლობა, არამედ აუცილებლობაც არის. ამ პროცესის გასაძლიერებლად ქართული ოცნების ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ რეგიონული კონფერენციები დაიწყო. კონფერენციების მთავარი მიზანი ახალგაზრდებისთვის ისეთი სივრცის შექმნაა, სადაც მათ საშუალება ექნებათ საკუთარი პოზიციები ღიად დააფიქსირონ, იმსჯელონ აქტუალურ პრობლემებზე და მიიღონ კომპეტენტური პასუხები მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე. რეგიონული ტურნეს ფარგლებში მესამე შეხვედრა გურიაში მცხოვრებ ახალგაზრდებთან გაიმართა და მას უამრავი სტუდენტი დაესწრო. მოგესალმებით, პირველ რიგში უღრმესი მადლობა თვითმფრინავთაგანს მობრძანებისთვის, გამოხატული ინტერესისთვის. დღეს ჩვენთან ერთად იმყოფებიან ადამიანები, რომლებმაც არაერთხელ ასახელეს ჩვენი ქვეყანა. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ცოტნე ივანიშვილის სტუმრობა, რომელიც უზომოდ არის ჩვენ ქვეყანაზე შეყვარებული, ყოველდღიურად ფიქრობს და ზრუნავს იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ახალგაზრდების მომავალი. მადლობა მას კიდევ ერთხელ და მივესალმოთ. დისკუსიის დაწყებისთანავე პირველივე კითხვა ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას შეეხებოდა. რადგან ამ დარბაზში ვხედავ ცოტნე ივანიშვილს, მინდა რომ პრეზიდენტ მას დაუსვა ჩემი შეკითხვა. იმედია ყველგან ხვდებით იმაზე, რომ დღეს ქვეყანაში გვაქვს ძალიან მაღალი პოლარიზაციის დონე. ასე და ეს პოლარიზაციის დონე უბრალოდ გამოხატული არის ახალგაზრდებში. ყავს ძალიან ბევრი აქციებზე ნაცემი და დაზარალებული ახალგაზრდები. ძალიან გულმტკივა ამ ყველაფერზე რომ მიწევს ლაპარაკი, მაგრამ ამის ფონზე ვერ ვხედავთ ვერცერთ დასჯილ დამნაშავეს ძალოვანი სისტემიდან. მე მაინტერესებს როგორ უყურებს ცოტნე ამ პოლარიზაციის შემცირების გზებს და როგორ ფიქრობ ამ დაუჯერებლობის შეგრძნებას რამე გამოსავალი აქვს თუ ეს უბრალოდ თქვენთვის შეუძლებელი და მისაღებია. მადლობა დიდი. ცოტნე ივანიშვილმა კითხვის ავტორს ვრცლად უპასუხა. ყურადღება სამშობლოს სიყვარულზე გაამახვილა. მან პოლარიზაციის დაძლევის ერთ-ერთ მთავარ გზად ახალგაზრდებს შორის დიალოგი დაასახელა. ცოტნე ივანიშვილის თქმით, თუ განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანებს საერთო ღირებულება, სამშობლოს სიყვარული აერთიანებთ, ხელოვნურად შექმნილი პოლარიზაციაც აუცილებლად დაიძლება. მოგესალმებით ყველას. მადლობა მომწერებისთვის და რასაუბრია პირადად მოგესალმები, მადლობა ესეთ საინტერესო შეკითხვისთვის. მიხარია რომ ამ თემასთან დაკავშირებით მოგეცემა შანსები ვისაუბროთ. ძალადობაზე საუბრით მინდა რომ დავიწყო. ჩემი აზრით ყველას ღვთივა გულიან თემასთან დაკავშირებით. მე პირადად ძალიან განვიცდი ამ ფაქტებს, რა თქმა უნდა, ვთქვამთ ძალადობას და ჩემი აზრით ეს ყველაფერი ესე არ უნდა მომხდარიყო. რაც შეეხება შენს შეკითხვას პოლარიზაციასთან დაკავშირებით, მოდი შევშალოთ რა. ახლა დავკითხდი, როდესაც შენ საუბრობდი და მგონია რომ პოლარიზაციის ზოგადად საუკეთესო გამოსავალი და უალტერნატივო გამოსავალი არის დისკუსია, დებატი, ერთმანეთის განსხვავებული აზრის მოსმენა. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ იმ ადამიანს, რომელსაც ვესაუბრებით, იმ მეორე მხარეს ასე ვთქვათ, გაერთიანებდეს ერთი საერთო პოსტულატი, ერთი საერთო ღირებულება, რომელსაც ჩემი აზრით სამშობლოს რეალური სიყვარული ჰქვია. თუ ორი ადამიანი ჭეშმარიტად ზრუნავს თავის სამშობლოზე, როგორც არ უნდა განსხვავდებოდეს მათი აზრი, ჩემი აზრით საუბარს, დისკუსიას, დებატს უკვე ძალიან ბევრი კარგის მოცემა შეუძლია.
პირიქით ახლა როდესაც ადამიანს ქვეყანაში სუდი მომხდარი მოვლენა ახარებს და ქვეყნის კარგი აუდიტორებს, ესეთ ადამიანთან ჩემს საუბარს აზრი არ აქვს სამწუხაროდ. აქედან გამომდინარე უბრალოდ იმას ვიტყოდი, რომ თუ გვაერთიანებს ეს საერთო ღირებულება, ეს ჩვენი საყვარელი საქართველოს სიყვარული, სამშობლოს სიყვარული, ძალიან სამწუხაროდ მიმაჩნია, რომ დისკუსია, დებატი, რომელიც შეიძლება დაძაბულიც არ იყოს, დასრულდეს თქვა რუსი, აკაცუკი, ნაცის დახილით ერთმანეთის არგუმენტის მოსმენის ნაცვლად. ლოგიკური ჯაჭვის შემოღარებების ნაცვლად. ჩემი აზრით არასწორი არის, რომ ადამიანი განსაჯო მისი თეზისიდან გამომდინარე და არა მისი არგუმენტიდან გამომდინარე, ისევე როგორც არ უნდა გააკრიტიკოს წიგნი, რომელიც არ გაქვს საკითხული, ხო თქვა. შესაბამისად, მე ამ თემას საკმაოდ ოპტიმისტურად ვუყურებ პირადად, იქიდან გამომდინარე, რომ თუნდაც ეს შეხვედრაც თავისთავად ემსახურება იმას, რომ მეტი საუბარი არსებობდეს ახალგაზრდების შორის. დარწმუნებული ვარ, რომ სამშობლოს სიყვარული ძალიან ბევრს აერთიანებს ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად მოახერხებთ იმას, რომ მეტი საუბარი დაინერგოს ეს პოლარიზაცია, რომელიც არის ხელოვნურად შექმნილი, ჩანაცვლდეს დებატით, რომელიც მიმაჩნია უალტერნატივოდ და ძალიან მიხარია დღესაც აქ ყოფნა, ძალიან მიხარია, რომ ჩვენც კი მოგვეცა ესე იდეების გაცვლის შანსი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მეტი და მეტი მსგავსი ტიპის შეხვედრა ჩატარდება, მსგავსი ტიპის საუბარი ჩატარდება, ეს იქნება ქართული ოცნების მხრიდან თუ ნებისმიერი სხვა ახალგაზრდის მხრიდან ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დიალოგი ახშირდება ჩვენ ქვეყანაში და შესაბამისად ოპტიმისტურად ვუყურებ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ მგონია, რომ დებატი, დისკუსია ნამდვილად კარგი გამოსავალია პოლარიზაციის, რომელიც არის ხელოვნურად შექმნილი. მადლობა დიდი. შეხვედრაზე დისკუსია შეეხო განათლების და ახალგაზრდების დასაქმების საკითხს. ასევე გაჟღერდა კრიტიკული კითხვებიც, რაც მსგავსი ფორმატის შეხვედრების მნიშვნელობას კიდევ უფრო უსვამს ხაზს. შეხვედრაზე ასევე დაისვა კითხვები ევროკავშირთან ურთიერთობების შესახებ, ასევე ბოლო წლებში მიღებულ კანონმდებლობებზე, რომლებმაც საზოგადოების ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია. მე მაინტერესებს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობის შესახებ, ურთიერთობის თემა. ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო ქვეყანაში ხედავთ, რომ ყველა ქვეყანა, რომლებიც ევროკავშირში შედის, საქართველოს აკრიტიკებს. სოციალურ მედიაში არის დიდად გამოხატული და ასევე, როგორც ვიცი, ის მოლაპარაკებებიც არის შეჩერებული. მაინტერესებს რა არის დაგეგმილი ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ყველაზე მთავარია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, ჩვენი ქვეყნის ერთიანობა, ჩვენი ქვეყნის მთლიანობა. და დარწმუნებული ვარ მე, რომ სწორი მიმართულებით, როგორც ჩვენი ქვეყანა მიდის, იმ სწორი გზით, როგორც ჩვენ მივდივართ, უახლოეს მომავალშიც სადაც საჭირო იქნება და როგორც საჭირო იქნება, იქ დადგება საქართველო. ამიტომ ყველამ უნდა დავფიქრდეთ ამაზე. და ანალიზი გაუკეთოთ იმას თუ რა ინფორმაციას ვიღებთ. არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული მარტო ერთი წყაროსგან მოწოდებული ინფორმაციით. ყოველთვის ჯობია გადავამოწმოთ, უფრო სიღრმისეულად ჩავიხედოთ ნებისმიერ თემაში, რატო არის წამოწეული პირველ პლანზე ეს საკითხი და თქვათ, რატო არის ყოველდღიურად ამაზე საუბარი. იმიტომ რომ ინტერესები აქვთ მათ თავიანთი, ინტერესები აქვთ იმის, რომ ზეგავლენა ქონდეთ ჩვენზე, ადვილად სამართავი იყო და რა თქმა უნდა გაატარონ თავიანთი ის მიზნები, რაც უნდათ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ თქვენი როლი ამ ყველაფერში იქნება უდიდესი. თუ როგორ შეხედავთ, როგორ გაიგებთ, როგორ სწორანალის გააკეთებთ, იმიტომ რომ კიდე როგორც წეგანა უნიშნე მომავალი ახალგაზრდების არის და ეს ქვეყანა დღეს იქნება თუ ხვალ იქნება ახალგაზრდება უნდა გადაიბაროთ და თქვენ ხართ ის თაობა, რომელმაც უნდა გააგრძელოთ ჩვენი ქვეყნის ისტორია. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ზედაპირულად არასოდეს არ უნდა შევხედოთ ესეთ საკითხებს. მადლობა ამ კითხვისთვის. ხების ბოლო დროს მიღებულ კანონებთან დაკავშირებით მოკლედ რაღაცები, მაგალითად კანონი გამჭვირვალობის შესახებ, ასევე გრანტებთან დაკავშირებით, რაც ამ ბოლო დროს გადაწყდა მიღებული მოკლედ გადაწყვეტილებები და აინტერესებს თქვენი აზრი. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს კანონი ცოტა მკაცრია? უცხო ქვეყნებიდან შემოსული გრანტები და დაფინანსებები სამწუხაროდ საქართველოში ხმარდებოდა დესტაბილიზაციას. ხმარდებოდა პოლარიზაციას. ხმარდებოდა იმას, რომ ახალგაზრდებს არ შეძლებოდათ ერთმანეთთან კამათი, არ შეძლებოდათ დისკუსია. ხმარდებოდა ძალადობრივ აქტებს, რომლის ნათელი მაგალითებიც ვიხილეთ ჩვენ უსთაველზე. აქედან გამომდინარე დადგა საჭიროება. წარმოვადგენ განათლებისა და მეცნიერების სფეროს და მეორე მხრივ ვარ მეწარმეც.
და მინდა რომ პირველად ვარ მსგავსი ტიპის შეკრებაზე. ასევე პოლიტიკურადაც არ ვარ აქტიური. სხვათა შორის მე აქციებზე ვიდექი, ყველა აქციაზე არც ერთი არ ჩამიგდია, როდესაც ვაპროტესტებდით გრანტების კანონს და ეს რაღაცა ძალიან ბუასავით ჩანდა. და ყველას ეთაკილებოდა რატომ ეყოფილიყო აგენტი. მაგრამ ეხლა მინდა რომ პრაქტიკული გამოცდილება გაგიზიაროთ ჩემი. მე როგორც მეწარმეს გამიკვეთა უკვე მეორედ ტენდერის პირობების გავლით დამკვეთა ჩეხეთის კალიტასმა საბავშვო ბავეჯის ფიზიკური აქტივობის ავეჯის შეტანა სახელმწიფო ბაღებში. და ჩვეულებრივ გავიარეთ ეს პროცედურა, მიმართეს სახელმწიფოს, ველოდეთ მართალია 2 თვე, მაგრამ ჩვეულებრივ მივიღეთ თანხმობა და ჩავაბარეთ ეს პროდუქცია. ასევე ახლა GIZ-ის და UNDP-ის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დონორი ორგანიზაციების პროექტები მიმდინარეობს, ჩვეულებრივ რეგისტრირდებიან, იღებენ ჩვეულებრივ ნებართვას და ჩვენც მეწარმეები ჩვეულებრივ სარგებლობთ აი ამ პირობებით. უბრალოდ ამით იმის აღნიშვნა მინდა, რომ ეს შეიძლება ტურბულენტურ ზონაში ახლა ვართ, მაგრამ ახალგაზრდებს არ უნდა რომ შევეშინდეთ, ეს ორგანიზაციებიც გარკვევია რა პროცედურაა, ჩვენც გავარკვევით მეწარმეები და მე ყოველ შემთხვევაში ძალიან პოზიტიურად ვიყურებ უკვე პირადი გამოცდილებით აი ამ პროცესს. თითოეულ შეხვედრაზე ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემად განათლების ახალი რეფორმა რჩება. ახალგაზრდები დაინტერესდნენ, რამდენად ეფექტური და სასარგებლო იქნება ეს ცვლილებები მომავალი თაობებისთვის. პირველ რიგში დიდი მადლობა ამ შეხვედრისთვის. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური იყო განათლების რეფორმის საკითხი და ამაზე მინდა შეგეკითხოთ, როგორ ფიქრობთ, ამდენად მნიშვნელოვანია ეს რეფორმა ახალგაზრდებისთვის და როგორ უყურებთ ამ ხედვა როგორია თქვენი ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპთან დაკავშირებით. მადლობა. თავარი იდეით რომ დავიწყოთ, რასაც ემსახურება განათლების რეფორმა. ეს გახლავთ მიზანი, რომ რაც შეიძლება სწრაფად შევიყვანოთ ახალგაზრდები პროფესიაში, რადგანაც მათ უფრო მარტივად და უფრო მალე შეძლონ, რომ ის პრაქტიკული ცოდნა განივითარონ, რაც აუცილებელი გახლავთ იმისათვის, რომ შეედგნენ პროფესიონალებად, რადგანაც მოგეხსენებათ, რომ მხოლოდ თეორიული ცოდნა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ კონკრეტული სფეროს სპეციალისტი იყოს ადამიანი. სწორედ ამას ემსახურება მათ შორის 3+1 რეფორმა, რომ იმ 80%-ის ფაკულტეტებში, რაც ჩვენ გვაქვს, 3 წლის მანძილზე მოხდეს უნივერსიტეტის დახურვა და შესაბამისად მალე მოხდეს სტუდენტის პროფესიაში შეყვანა და პრაქტიკული გამოცდილების მიღება. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას უკვე მეორე მხრივ რაც იყო, ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, ამ მხრივაც ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ რეფორმა, რადგანაც ასე ვთქვათ, კონცენტრირება მოხდება ერთ კონკრეტულ ქალაქში იმ სფეროს სპეციალისტებისა, რომლებიც გახლავთ უფრო სხვადასხვა უნივერსიტეტებში განაწილებული და შესაბამისად სტუდენტები იღებდნენ სხვადასხვა ხარისხის განათლებას. ამ რეფორმის შედეგად კი უკვე ერთ უნივერსიტეტში მოხდება სტუდენტების კონცენტრირება და შესაბამისად რა თქმა უნდა გაიზრდება სწავლების ხარისხიც. ეს უბრალოდ უნდა აღვნიშნოთ, რომ არის ქალაქ თბილისისა და ქალაქ ქუთაისის მიმართულებით განათლების ჰაბები გვექნება, ხოლო სხვა რეგიონალურ უნივერსიტეტებში უკვე დარჩება იგივე წესი და უფრო ის ფაკულტეტები ისწავლება, რაც არის მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში კონკრეტული რეგიონისათვის. მადლობა შეკითხვისთვის კიდევ. კონფერენციებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. მათ უშუალოდ ახალგაზრდებისგან მოისმინეს იმ პრობლემების შესახებ, რომელიც რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს აწუხებთ და დისკუსიის რეჟიმში, კონკრეტული გადაჭრის მექანიზმებზეც შედგა მშელობა. სოფელ საჭმელში მცხოვრები ბავშვების და ახალგაზრდების ერთ-ერთი აუხსნელი უკვე მე-4 წელია და ერთ-ერთი სურვილი არის სკოლა. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ძველი საავადმყოფოს შენობაში, რომელიც გადაკეთდა შემდეგ საბავშვო ბაღად, რადგან იქ ბავშვების მიღება შეუძლებელი გახდა და ახლა რადგან გათავისუფლდა ის ადგილი, მიმდინარეობს სასწავლო პროცესი. არანაირი ისტის, არანაირი საკონფერენციო და სპორტული დარბაზები არ არის. გარდა ამისა, იმდენად ცუდი და რთული სიტუაცია არის და პირობებია, რომ აი სიტყვებით ვერ აღწერ მართლა და მინდა რომ სანამ საბოლოოდ ის სოფელი არ დაიცლება და ახალგაზრდები არ სწავლენ, ამაზე ყურადღება გაამახვილოთ და ეს საკითხიც ნელა მოაგვაროთ. მადლობას გიხდით წინასწარ. შერჩეული პრიორიტეტების პირველ ხუთეულში არის საჭამიეს ერის სკოლა, ამიტომ ჩვენ ძალიან მალე ამ სკოლის შენებლობას შევუდგებით და მეცუნეთ რომ იქნება ერთ-ერთი სამაგალითო სკოლა. შეხვედრებს სტუმრის სტატუსით პარლამენტის წევრებიც დაესწრნენ, რომლებმაც აღნიშნული ფორმატი დადებითად შეაფასეს და ხაზი გაუსვეს ახალგაზრდებთან ღია დიალოგის მნიშვნელობას. მოусმინეთ ძალიან ნიჭიერ ახალგაზრდებს გურიის რეგიონში და მე მიხარია რომ ჩვენ გვყავს ესეთი ჯანსაღი თაობა და მაგარი მომავალი და მინდა რომ თითოეულმა აქ მყოფმა ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა
მათ შორის თითოეულმა ჩვენთაგანმა მხარი დაუჭიროთ მაქსიმალურად მათ წამოწყებებს, მათ იდეებს და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მინდა მადლობა უთხრა ახალგაზრდული ორგანიზაციის თითოეულ წევრს, ცოტნეს მინდა ივანიშვილს უთხრა განსაკუთრებით დიდი მადლობა, რომ ესეთი დიდი სიყვარულით და გულისხმიერებითაა ჩართული ახალგაზრდების პრობლემებზე და ზრუნავს ახალგაზრდებზე და მინდა წარმატებები უსურვო ჩვენს ახალგაზრდებს და ჩვენს მომავალს. ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მათგანის მოსმენა, რა თქმა უნდა, გაიმართა ჯანსაღი დისკუსია, დარწმუნებული ვარ, ის პრობლემები დღეს რაც ახალგაზრდებსაც ვუხოთ, მაქსიმალურად იქნება აღმოფხვრილი და მინდა წარმატებები უსურვო თითოეულ მათგანს. ძალიან ბევრი რამე არის მათ სორგადაწყვეტილებაზე დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეობა. ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრების განცხადებით, თითოეული მონაწილის ხმა და მოსაზრება გათვალისწინებული იქნება და მსგავსი შეხვედრები რეალურ შედეგებზე იქნება ორიენტირებული. ნებისმიერ სურვილ შეუძლია მოვიდეს და ესწროს და აფიქსიროს თავის პოზიცია, თუნდაც კრიტიკული იყოს ეს. ჩვენ მზად ვართ უპასუხოთ მათ შეკითხვებს. საკმაოდ კარგი შეხვედრა გამოვიდა, იყო სხვადასხვა საკითხებზე საუბარი, იყო ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით კითხვები, იყო პრობლემურ სკოლებთან დაკავშირებით კითხვები, ასევე იყო პოლარიზაციასთან დაკავშირებით კითხვები და ვფიქრობთ, რომ ამომწურავი პასუხები გავეცით, მაგრამ რა თქმა უნდა, არ შემოვიფარგლებით ჩვენ მხოლოდ ამ შეხვედრით, გაგრძელდება ესეთი შეხვედრები მთლიან საქართველოს მასშტაბით და აუცილებლად კიდე დავბრუნდებით გურიაში კონკრეტულად იმ მიზნებისთვის და იმ საკითხების მოსაგვარებლად, რაც დღეს იყო დასმული და შევეცდებით, რომ მაქსიმალურად გვერდში დაუდგეთ ახალგაზრდებს. შეხვედრის ბოლოს ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ცოტნე ივანიშვილმაც. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის მსგავსი ფორმატის შეხვედრები და დიალოგი ახალგაზრდებთან. მე პირადად მართლა ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან გახარებული ვარ, იმით რომ დაიწყო ამ თემებზე საუბარი, დაიწყო ახალგაზრდებს შორის საუბარი, მანამდეც აღნიშნე და მგონია რომ დებატი და დისკუსია არის ყველაზე კარგი გამოსავალი პოლარიზაციის. ძალიან ბევრი საინტერესო თემა ჩაიშალა, კარგი პასუხებიც იყო, კარგი შეკითხვებიც იყო და მე მჯერა რომ ეს ყველაფერი ძალიან კარგ შედეგს გამოიღებს. შეხვედრას დადებითად აფასებენ თავად დამსწრე ახალგაზრდებიც. მათთვის მსგავსი ფორმატის შეხვედრების არსებობა, სადაც თავიანთ პრობლემებზე, იდეებზე თუ მათი ქალაქის საჭიროებებზე ღიად ისაუბრებენ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. პირველ რიგში რაც უნდა აღნიშნოთ, რომ ძალიან კარგი შეხვედრა იყო, აი მართლაც ჩემი მოლოდინები ასე ვთქვათ უკვე გადააჭარბა, იმიტომ რომ რაც მიზეზი იყო ძირითადად საპრობლემო, საწუხილო, ყველაფერი იყო აბსოლუტურად აღმოფხვრილი, ოღონდ რა თქმა უნდა ეს იყო დიალოგით. შემდეგ კი მოქმედებაშიც გადავა დიდი ალბათობით იმედი მაქვს ამას. ორგანიზაცია გეგმავს მსგავსი კონფერენციების ჩატარებას ქვეყნის 10 რეგიონში. დასკვნითი შეხვედრა თბილისში გაიმართება, რის შემდეგაც დისკუსიების დროს გამოკვეთილი ძირითადი საკითხების შეჯამებით მმართველი გუნდი ახალგაზრდებთან ერთად მათ საჭიროებებზე მორგებული მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას გეგმავს. კვირის პოსტში რეკლამის დრო არ გადართოთ, მალე დავბრუნდებით. კვირის პოსტი დაბრუნდა პირდაპირ ეთერში. როგორ იქცა აბასთუმნის ცაზე ფრენების ტექნიკური რეგულირება პოლიტიკური სპეკულაციებისა და აბსურდული ბრალდებების საგნად. მაშინ როცა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სამეცნიერო ცენტრებს სტრატეგიული სიმშვიდით უზრუნველყოფენ, ქართული ოპოზიციის ნაწილი მეცნიერულ აუცილებლობას კონსპირაციულ საიდუმლოდ ასაღებს. არადა ქართველი მეცნიერები ჯერ კიდევ 2010 წლიდან ითხოვდნენ ფრენების რეგულაციას. როგორ დაიწყეს საერთაშორისო სტანდარტის პოლიტიკური იარაღად ტრანსფორმაცია და რატომ ცდილობენ რადიკალური ძალები მორიგი იაფფასიანის სკანდალის შექმნას? რას პასუხობს რეალობა შეთქმულების თეორიებს? ნახეთ ნათია ბერიძის სიუჟეტში. აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამეცნიერო კერაა საქართველოში და მთელს რეგიონში. ზღვის დონიდან დაახლოებით 1650 მეტრზე, რაც იდეალურ პირობებს ქმნის ასტრონომიული დაკვირვებებისთვის. სუფთა ჰაერი და ბალიტანიანობა და ნათელი ცა. აბასთუმანში ჩატარებულმა კვლევებმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და ქართველი მეცნიერება მსოფლიო რუკაზე დააფიქსირა. ობსერვატორია კულტურულ და ისტორიულ მნიშვნელობასაც ატარებს. ის წარმოადგენს საქართველოს მეცნიერული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ნაწილს და ქვეყნის ინტელექტუალური განვითარების სიმბოლოდ მიიჩნევა. ისევე როგორც ნიადაგის დაბინძურება აფუჭებს აგრონომიას, წყლის დაბინძურება ჰიდროლოგიას, ზედმეტი გამონაბოლქვი და დაბინძურებული ჰაერი ხელს უშლის ასტრონომიულ კვლევებს. ჩვენი შრომები ქვეყნდება საერთაშორისო ჟურნალებში. იქ აქვეყნებს ამერიკელი, ინგლისელი, რა ქვიან, ჩინელი და რუსი. იმათი დონეზე თუ არ იქნება ის შედეგი, რაც მიიღეთ თქვენ, იმას არ დაგიბეშტავენ. ახლა ობსერვატორიებს
საერთოდ აკეთებენ ისეთ ადგილას, სადაც საარი გამჭვირვალე, როცა და იყოს ბევრი მოწმენდილი ღამეები. გამჭვირვალე ცა რატომ არის საჭირო? იმიტომ რომ რუბლიან ცაში ჩვენ ვერ გავთიშავთ აი იმ მონაცემებს, რა ინფორმაციას მოდის ვარსკვლავიდან. დამახინჯებული სინათლე გასაშიფრად არის ძალიან ძნელი. ამიტომ აკეთებენ ობსერვატორიებს განსაკუთრებით მაღალმთიან ადგილებში, რომ რაც შეიძლება ზედაპირიდან მაღლა ვიყოთ, იქ გამჭვირვალობა შედარებით უკეთესია. თვითმფრინავების ილუმინატორები, ქალაქის განათება, ქუჩის ლამპიონები, სარეკლამო ბილბორდები და ზოგადად ხელოვნური სინათლეები ჰაერში იფანტება და ქმნის ხელოვნურ დაბრკოლებებს ასტრონომებისთვის. შედეგად რთულდება მიღებული სიგნალის სწორად გაშიფრვა და შესაბამისად კვლევების წარმოება ფერხდება. განსაკუთრებით საფრთხეს ქმნის ღამით, რადგან ღამე კიდევ უფრო რთულდება აღქმა გამონაბოლქვის და ხელოვნური დაბრკოლებების. რომ წარმოიდგინოთ, რას აკეთებს ესა და რას აფუჭებს თვითმფრინავი, თავისთავად დადებითი მოვლენაა და სატრანსპორტო საშუალებაა, მაგრამ ობსერვატორიის ცაზე ყველას დღისით წარმოდგენილი გაქვს თვითმფრინავი, რომ გადაიფრეს, როგორ კვალს ტოვებს ის თეთრ კვალს. აი ეს თეთრი კვალი ფაქტიურად არის წყლის ბუშტუკები და აეროზოლები, რომლებზეც მერე ხდება მზის გამოსხივების არეკვა. აი წარმოიდგინეთ, დღის განმავლობაში რა ნათება აქვს ამას და ღამის განმავლობაში ეს არ ჩანს, მაგრამ როცა ჩვენ ვაკვირდებით ობსერვატორიიდან ტელესკოპით, ეს ამცირებს გამჭვირვალობას. ეს იყო ჩვენი სათხოვარი და ამას თხოვდათ ჩვენი მეცნიერები იმას მთავრობას, რომ იქნებ მოხერხდეს და ობსერვატორიას მოვაშოროთ ეს ტრასა. აბასთუმნის ობსერვატორიის მნიშვნელობა რამდენიმე მიმართულებით გამოიხატება. პირველ რიგში ობსერვატორია ასრულებს მნიშვნელოვან როლს კომისიის კვლევებში. აქ სწავლობენ ვარსკვლავებს, galaktikებს, მზის აქტივობასა და სხვა ასტრონომიულ მოვლენებს. აბასთუმანში ჩატარებულმა კვლევებმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და ქართული მეცნიერება მსოფლიო რუკაზე დააფიქსირა. ამიტომ 2010 წლიდან მოითხოვენ ასტრონომები აბასთუმნის ობსერვატორიის ციდან თვითმფრინავების მარშრუტის გადატანას. როგორც ობსერვატორიის მეცნიერ მუშაკები გვიხსნიან, მათთვის უდიდესი დაბრკოლებაა განსაკუთრებით ბოლო პერიოდში საქართველოს საჰაერო სივრცეში მომატებული თვითმფრინავების რაოდენობა, რაც ფაქტობრივად არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო საერთაშორისო და მათ შორის NASA-ს კვლევებში საქართველოს მონაწილეობას მნიშვნელოვნად აფერხებდა. ყველა ობსერვატორიას, სადაც უკვე აშენებული არის, იქ ტრასებს არიდებენ ხოლმე ამ თვითმფრინავის ტრასებს. და ეს შენი თვითმფრინავების ტრასა აი აგერ გადიოდა, აი იქიდან დაიწყებდნენ ბათუმიდან და აი ას მზე აგერ არის. მზეს როგორ დავაკვირდი, აქ უმაღლებულია და რაღაც არის. აი ასეთნაირად გადიოდა ეს ტრასები და თავიდან თუ რამდენიმე თვითმფრინავი იყო, მე მაგალითად დამითვლია ვარ ტელესკოპზე და დამითვლია, რომ ერთდროულად ცაზე არის 7 თვითმფრინავი, 8 თვითმფრინავი ძალიან ბევრია. იყვენ აქა წარმომადგენლები, ავიაკომპანიების წარმომადგენლები თბილისიდან ჩამოსული, ავიყვანეთ იმ ტელესკოპის გუმბათზე და გუმბათიდან მაჩვენეთ და დავაწვევინეთ თვითმფრინავები როგორ დაფრინავენ. ჩაკეტო არ არის. თვითმფრინავები რომ აქ დაფრინავდნენ, გადაწიეს და ახლა აი იქით არიან ცოტა დაბლა. ჩვენ ეს საჭირდება ძალიან დაბლა, ისედაც არ ვაკვირდებით. მაღალი საკვირდა, მაღლა. ისინი სინამდვილეში ახალს არაფერს ითხოვენ, რადგან მსოფლიოში დამკვიდრებული პრაქტიკაა, რომ ობსერვატორიის ცაზე თვითმფრინავები არ უნდა დაფრინავდნენ. ხელოვნური დაბრკოლებების თავიდან ასაცილებლად შენდება ობსერვატორიები ყველაზე მაღალ ადგილას, სადაც ქალაქის განათება და დაბინძურება ნაკლებად აღწევს. აბასთუმნის ასტროფიზიკული ობსერვატორია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო ცენტრი იყო საბჭოთა კავშირის დროს და ახლაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს მსოფლიო ასტროლოგიაში. ქართველი მეცნიერები არაერთი საერთაშორისო მასშტაბის აღმოჩენის ავტორები გახდნენ. მაგალითად, ქართველმა ასტრონომმა გიორგი თევზაძემ 2 ახალი კუდიანი ვარსკვლავი კომეტა აღმოაჩინა. ასტრონომმა კილაძემ პირველმა გაზომა სატურნის რგოლების სისქე. პირველმა შეამჩნია პლანეტა მერკურის ატმოსფერო. სულ რამდენიმე კვირის წინ NASA-ს 2 ჯილდო მოიპოვეს აბასთუმნის ობსერვატორიის თანამშრომლებმა. ამიტომ უნდა გვესმოდეს, საერთოდ რა ღირებულებაა მეცნიერება. სოფლიოში ობსერვატორიები ითვლება სტრატეგიულ სამეცნიერო ინფრასტრუქტურად და მათი ცის სივრცე დაცულია. და რა ხდება ამ დროს საქართველოში? ქართველ მეცნიერებს და ობსერვატორიის თანამშრომლებს უწევთ ახსნა, რამდენად კრიტიკულია ცის დაცვა
და რატომ არის ეს აუცილებელი ხარისხიანი ასტრონომიული კვლევებისთვის. ამ ფონზე ოპოზიციის ნაწილი და მათთან დაკავშირებული პროპაგანდისტული პლატფორმები ტრადიციულად გადადიან კონსპირაციულ ნარატივზე. ისინი ავითარებენ აბსურდულ შეთქმულების თეორიას და ცდილობენ მეცნიერული საკითხიც კი საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგს მოარგონ. თემა ისე შუქდება თითქოს რაიმე დიდ საიდუმლოს ხსნიან. იკვეთება მთავარი თეზისი: ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის ინტერესებისთვის კეთდება. ერთი რამე თქვენ შეგიძლიათ ამოწმოთ, შეგიძლიათ გავუშვათ, რომ მე რა ვკითხულობ ინფორმაციებს. ახლა ერთ ადამიანს აბრალებენ, რომ აუ ასე უნდა, ისე უნდა. ბიძინა ივანიშვილი 2018 წელს ზუსტად ჩვენ მაგას აქვე დაველაპარაკეთ და 3 ადამიანი ვიახელით მაგას მიღებაზე რა, რომ რამე პრობლემები ხო არ გაქვს, მე მოგეხმარებით რაღაცა რა ქვია. და უთხარით რაღაცები, ერთი რაც უთხარით ეს იყო უნივერსიტეტიდან გამოყოფა, იმიტომ რომ ნაკლები ყურადღება ჰქონდა ობსერვატორიას, როცა ხელა უნივერსიტეტს მომბული ყავს რაღაცა ლაბორატორიის სახით. ვერ გვაქცევს ყურადღებას იმდენს, ხო? და გვინდოდა ცალკე თუ არის შესაძლებელი ამისი გაკეთებაო და მე ვთხოვეთ ტელესკოპი. რომ იქნებ რომელიმე ახალი ტელესკოპი მოგცეთ. ამ კაცმა გითხრა, ერთსაც გაგიკეთებს, მეორესაც გაგიკეთებს. ოღონდ ისეთი გავაკეთოთ, რომელიც რეგიონში გამოჩნდებაო და მაინც ღირდესო ამისი გაკეთება ესეთიო. ისე რომ ის კაცი აქ არაფერ შუაში არ არის. აი ეს ტელესკოპი მაგისი ხარმითია გაკეთებული. გითხრა მე გიყიდით რომ ძალიან საუკეთესო ტელესკოპია. ამ ტელესკოპზე დაკვირვება შესაძლებელი არის აი ახლა გუშინ მაგალითად დაკვირვება მიმდინარეობდა ამ ტელესკოპზე. ადამიანი რომელიც რაღაც საკითხზე აკვირდება ამ ტელესკოპს, აქ ყავს ინჟინერი რომელიც მართავს ტელესკოპს და თბილისიდან აკვირდებოდა. ეს ახლა წარმოუდგენელია ეგეთი რაღაცები რომ თბილისში ამ სიშორეზე. ჩვენ მიბმული ვიყავით ყოველთვის ტელესკოპს. იმისი თქმა მინდა რომ საუკეთესო ხარისხის ტელესკოპია. ოღონდ როგორმე ათქმევინოთ. ანდა იქ რო წერენ იმებში, გამოხმაურებებში და რაღაცა. ახლა როგორ შეიძლება რაღაცა მაინც ხო უნდა გაიხსენოს შეკაიდებამ, რაღაცა ხო უნდა გაიხსენოს. რეები არ უკეთებია ამ კაცს. თუმანი იყო დამყარებული იყო და ნახეთ გაიარეთ, ახლა რეები კეთდება. აი აქ ასფალტზე ვერ გაიბდი და შენ ეს აქაურია. როგორი ასფალტი იყო 2018 წლამდე, 19 წლამდე, 20-მდე, სანამ ბიძინა ივანიშვილი ჩამოვიდა აბასუმაში. აქ ვერ გაიბრიდი მანქანით, აი მივით ისეთი ასფალტი ქონდა და ეს ყველაფერი გაგვიკეთეს, ეს შენობა ახალია. გარემონტებულია, მაგრამ თავიდან არის დაშლილი და აშენებული. აბასუმაშიც გამოიარეთ, ნუ როგორ არ შეიცვალა კაცო, როგორ არ შეიცვალა. ხალხი ყველა კმაყოფილია და მარტო არის უკმაყოფილი ის მისი რუსთაველზედია, რომელსაც არაფერი საქმე არ აქვს. მთავარია სკანდალი შექმნა, კონსპირაციული ჩარჩო მოარგონ და ცენტრალურ ფიგურად ბიძინა ივანიშვილი გამოიყენონ. არ მოყვება არც ფაქტი და არც არგუმენტი, რომელიც ამ ბრალდებებს დაადასტურებდა. ტექნიკური სამეცნიერო რეგულაცია წარმოდგენილია როგორც პოლიტიკური კონტროლის მექანიზმი. ყველაფერ მარტივ მესიჯამდე დადის, თითქოს ბიძინა ივანიშვილმა ცის კონტროლი განიზრახა. ფოკუსი სრულად მასზეა გადატანილი. სინამდვილეში მათი პრობლემა მხოლოდ ის არის, რომ ოპოზიცია ხელისუფლებაში ვერ მოდის და ბიძინა ივანიშვილი ხალხის ნდობით სარგებლობს. არჩევნებს მათი მხარდაჭერით იგებს. ამიტომაც ყავთ მიზანში ამოღებული და ცდილობენ ნებისმიერი საკითხი მას დაუკავშირონ. მათი მიზანია კონტექსტი მაქსიმალურად ნეგატიური იყოს. ნებისმიერი თემა, იქნება ეს ტექნიკური რეგულაცია, სამეცნიერო საჭიროება თუ ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილება გადაყვანილია მის პერსონაზე. ამ პროცესში უკანა პლანზე გადადის ის, რაც რეალურად არის მნიშვნელოვანი, ქართული მეცნიერება. მოვისმენთ სპეკულაციები, თუმცა აქ არაფერია სასპეკულაციო, არის კონკრეტული ინტერესები ორი მიმართულებით. პირველი რაც შეეხება ობსერვატორიას, მიმართვაც იყო ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, სამეცნიერო კვლევითი მიზნებისთვის მნიშვნელოვანი იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, ეს შედის ობსერვატორიის ინტერესებში, რომელსაც აქვს საქართველოში არსებობს ძალიან დიდი ტრადიციები და ძალიან მნიშვნელოვანი კვლევითი ორგანიზაცია ბუნებრივია ჩვენთვის და შესაბამისად მისი მხარდაჭერა არის ბუნებრივია ჩვენი ვალდებულება და პასუხისმგებლობა და ასევე კურორტის განვითარებისთვისაც არის მნიშვნელოვანი და აქ არსებობს რა თქმა უნდა შესაბამისი პრაქტიკა სხვადასხვა ქვეყანაში შესაბამისად ორი ძალიან მყარი საფუძველი არსებობდა იმისათვის რომ შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულიყო რაც უკავშირდება ფრენის მარშრუტებს და არავითარ ზიანს რა თქმა უნდა ეს ქვეყანას არ აყენებს პირიქით სწორედ ქვეყნისთვის სარგებლის მიღებაზე არის ორიენტირებული ეს გადაწყვეტილება.
ობსერვატორია და მისი მრავალწლიანი ისტორიული და სამეცნიერო მნიშვნელობა. სინამდვილეში ობსერვატორიის თავზე ცის დაცვა ახირება კი არ არის სტანდარტია მსოფლიოში და მეცნიერების მოთხოვნა. მაგალითად, დასავლეთ ვირჯინიაში ობსერვატორიის თავზე არა მხოლოდ ფრენა, არამედ ელექტრონული მოწყობილობებიც კი იზღუდება. მკაცრად კონტროლდება მობილურის და ინტერნეტის გამოყენების წესები. ჩილეს ატაკამის უდაბნოში კი უფრო მკაცრი რეგულაციებია. ცისის ნაწილი, რომელიც საჭიროა დაკვირვებებისთვის, მთლიანად დაცულია. სინათლის კონტროლის სახელმწიფოს დონეზე კანონით რეგულირდება. ესპანეთი, კანარის კუნძულების სადაცულია ცის შესახებ კანონით. ESA ობსერვატორიის ასტრონომიული ხარისხის დაცვის კანონი. კანონი, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხიანი ასტრონომიული და დაკვირვების 4 აუცილებელ ასპექტზე: სინათლის დაბინძურება, რადიო ასპექტის დაბინძურება, ჰაერის დაბინძურება და საჰაერო მარშრუტები. ევროპა, Radio Quiet Zone Around ობსერვატორის, რაც მოიცავს რადიო დუმილის ზონას. როგორც წესი, რადიოასტრონომიული სადგურების გარშემო წესდება. ასეთ ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა მკაცრად შეზღუდული და აკრძალულია. ასევე შესაძლოა მოქმედებდეს რამდენიმე მკაცრი შეზღუდვა ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებაზე, ისევე როგორც ქარხნების, შენობებისა და სამშენებლო სამუშაოების არსებობაზე. ანუ რადიო დუმილი ნიშნავს რეალურ დუმილს. შტატები, აბასთუმანში კი წესდება არა აკრძალვა, არამედ შეზღუდვა ფრენებზე. ეს ეხება კონკრეტულ მარშრუტებს, რომელიც ხელს უშლიდა კვლევების ჩატარებას. ამდენად აბასთუმნის საკითხის მთავარი თემა არის ის, უნდა დავიცვათ თუ არა ცა, გარემო და ჰაერი მსოფლიო დონის კურორტზე. ცოტა გადაიწია რა, ეხლა ცოტა იქით დაფრენა, ცოტა კამერო გამოდიოდა ხო უყურება რა. დაგეკედა? აბასთუმანში. ხო, რა გაკეთდა და მე 12-13 წელი აქ ვარ, წასული ვიყავ ეგ. რო ჩამოვედი ეს იყო, აი სტალინგრადი იყო 53 წელში აბასთუმანი. რა გაკეთდა აგერ სადაც გავართ, ეგერ კეთდება. აგერ პარკ შეხედეთ. რა არ კეთდება რა ვიცი. ხო, დუ ცხოვრება. აგერ შუქი გინდა, გაზი გინდა, ყველაფერი. კანალიზაცია სულ განახლებულია. შემოვლითი გზა კეთდება. ყველაფერი როა მტვერი იყო ვერ გასამოთ. ვიძინა რაც ქველმოქმედებას აკეთებ, მე მილიონები მინიმუმ გააკეთოს. იმიტომ მოხდა ობსერვატორიის ყანობილის მთაზე აშენება, რომ გამჭვირვალე ცა იყო აქ ვარსკვლავების აი სიახლოვე და ამ გამჭვირვალობაში დაკვირვებაში არის გადასარევი ამისთვის ობსერვატორიისთვის და რახან ეს თვითფრინავები რო დაფრინავდნენ თავისთავად ხელს უშლიდა გამონაბოლქვია 1000 რამეა ახლა ზუსტად ხო არ ვიცით არა ქიმიური რა შემადგენლობებია და ამის გამო ხელის შეშლა ხდებოდა რა თქმა უნდა დაკვირვებებზე და ეს ძალიან კარგია თვითონ აბასთუმანისთვისაც კარგია იმიტომ რომ აბასთუმანი ეს არის საკურორტო ზონა ჰაერი არის ძალიან იზონიაზიდით შეჯერებული ფილტვებისთვის, ბრონხებისთვის, ყველაფრისთვის ძალიან კარგია და აბასთუმანზეც მოქმედებდა თავისთავად ხადია, რომ იმოქმედებდა ეს აერზე. ამიტომ, რა ვიცი, მე პირადად აქაური ადამიანი ვარ, აქ დაბადებული, აქ გაზრდილი და ძალიან მოხარული ვარ იმისა, რომ აბასთუმანში ეს ინფრასტრუქტურული პროექტები წამოვიდა, რაც ბატონ ბიძინამ ყურადღება მიექცა ინფრასტრუქტურული პროექტები. გზა, ყველაფერი ტროტუარები მოეწყო, გამწვანება, მდინარის სამაგრი სამუშაოები ჩატარდა. მე რესტავრაციები კეთდება ყველა კულტურულ მემკვიდრეობის სახლზე. ბევრი ინვესტორი შემოვიდა, იმ გაგებით კერძო კომპანიები, რომლებსაც თავისი პროექტები აქვს და რამდენიმე სასტუმრო შენდება. საერთო ჯამში ბატონ ბიძინას ჩამოსვლით აღორძინდა აბასთუმანი და აღორძინება ხდება ბატონ ბიძინას ჩამოსვლის შემდეგ. თორემ მანამ დაინგრა 90-იან წლებში იცით როგორც მოხდა, გაიძარცვა, გამოიძარცვა ყველაფერი და აგერ ეხლა თქვენი თვალითაც ხედავთ, რომ ყველგან მუშაობა მიდის. მეცნიერული თვალსაზრისით, აი ობსერვატორიის იმით, ხო, ეს გამონაბოლქვი რო გამოდის, ხო, ის ხო უშლის, იმიტომ რომ აიცით რამდენი ვარსკვლავი აღმოჩენილი აქვს ჩვენს ობსერვატორიაში. დაწყებული რაც 90-იანი წლებიდან 2012 წლამდე ძარცვის მეტი არაფერი არ კეთდებოდა აბასთუმანში.
მოისმო ყველაფერი სახლები უკვე დაიწყო გრევა ახლა სულ ფიცრისაა ხო უკვე პობა ყველაფერი ამას ჭირდებოდა პატრონი ბენზინა რო ჩამოვიდა ხო მან მოიზიდა ინვესტიცია ადგილობრივებთან ჩვენ შეხვედრებით ჰქონდათ გაიგეთ აი რა შეიძლება ადრე სურათებით ჩვენ მივაწოდეთ ვისაც რა ჰქონდა გაიგე ანუ ადრინდელი სახე და ნელ-ნელა ხო უყურებთ რომ ყველაფერი ნელ-ნელა კეთდება დაიარებით ჟურნალისტები ხართ და კამერა გაქვთ ყველაფერი თქვენ თვითონ ხო ხედავთ რა ის სილამაზე რაც ადრე აი უბრუნდება გამიგე უბრუნდება და ჩვენ გვიხარია ადგილობრივებს რომ ბოლოს და ბოლოს პატრონი გამოუჩნდა ჯერეთი ხალხი დასაკდა ხო განძრევა აბასთუმდან არავინ არ მიდის საკურორტო სეზონი იწყება და ჩვენც უკვე ველოდებით რომ ჩამოვლენ დამსვენებლები და ჩვენს როგორც მასპინძლები შევხვდებით თბილი გულით და ლამაზი ბუნებით და სუფთა ჰაერით და ჰაერს ჭირდება რა იცი გაფრთხილებენ საერთაშორისო სტანდარტი, რომელსაც საქართველოც უნდა აკმაყოფილებდეს, რათა ქართველი მეცნიერები შესაბამის პირობებში მუშაობდნენ და ეს მხოლოდ ქვეყნის განვითარებას წაადგება. თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონმა გურამ თუშიშვილმა ფინალში თავისი მეტოქე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ჩეხი ლუკაშ კრაპელკი დაამარცხა და მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი. ამ გამარჯვებით მან საქართველოს ნაკრებს მეოთხე ოქროს медаლი მოუტანა. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ჯამში 7 медаლი მოიპოვა. 4 ოქრო, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა, რაც ისტორიული შედეგია. ევროპის ჩემპიონები ეთერ ლიპარტელიანი, ლაშა შავდათუაშვილი, ლუკა მაისურაძე და გურამ თუშიშვილი გახდნენ. გიორგი სარდალაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ხოლო ილია სულამანიძე ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ეს იყო კვირის პოსტი, დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან, ერთმანეთს ზუსტად ერთ კვირაში შევხვდებით. დროებით.